გამარჯობათ, ვაგრძელებთ ჩვენ მორიგ შეხვედრას საზოგადოებრივი ასამბლეის საკონსტიტუციო ჯგუფის სამუშაო ჯგუფის პრაგლებში. ეს გვაქვს განხილვა პარტიებთან დაკავშირებით. პარტიები როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუცია დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისთვის და რა პრობლემებია საქართველოში და რა საერთაშორისო გამოცდილება არსებობს ამასთან დაკავშირებით. წინაზე განვიხილეთ ერთი მოდელი, რომელიც მასეს ჰქონდა. ეს ვისაუბრებთ, აქცენტი იქნება პრაიმერის როგორც საერთაშორისო გამოცდილებას. სანამ გადავალთ გადაწყვეტებზე, რომ შევხედოთ დღევანდელი სიტუაცია, საქართველოში პარტიების უმრავლესობა ეს არის ზევიდან ქვევით ვერტიკალზე აგებული სისტემა, სადაც ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი წვრიტავს რა გადაწყვეტები იქნება ნომინირებული ამ თუ იმ არჩევით პოზიციაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილება, პარტიული გადაწყვეტილება არის სწორედ ნომინაცია, იმიტომ რომ სწორედ ნომინანტები მერე წყვეტენ, იღებენ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, სადაც ისინი ნომინირებულები არიან. იგივე ამერიკა რო ავიღოთ, ამერიკის შემთხვევაშიც სენატორები, არჩეული სენატორები წყვეტენ, რას მისცემ, რას დაუჭერენ მხარ და რის წინააღმდეგ სწავლენ. ან არჩეული გუბერნატორები, ეს მათი კომპეტენცია და არა არარჩეული პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური საბჭო. ეს არის ძალიან პრინციპული დემოკრატიაში. არჩეული წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. პარტიას აქვს ნომინაციის უფლება, მაგრამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ არჩეულ ლიდერებს. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ ნაწილის გააზრება. დღევანდელ სიტუაციაში როგორ ხდება კანდიდატების სელექცია. ყავს პარტიის ლიდერი, ან ლიდერთა ჯგუფი და ნებისმიერ პარტიაში ასეა, რომ ავიღოთ ეს თუნდაც ქართული ოცნება იქნება თუ ნებისმიერ ოპოზიციური პარტია, სწორედ ლიდერების სპონსორების ფილტრი აყალიბებს ვინ იქნება ნომინირებული კანდიდატი. და აი ამ სიას კანდიდატების ნომინანტთა ამ სიას უკვე აძლევს ხმას აუმჩეველი. ანუ ფაქტიურად აუმჩევს აქ არა არჩევანის, არამედ არადანის უფლება. ის მარგინალიზებულია ამ პროცესიდან. ის არანაირად არ მონაწილეობს იმის გადაწყვეტილების მისაღებად, თუ ვინ იქნება მისი სახელით სიაში მოხვედრილი. ბოლოს ოფიციალური არჩევნების დროს აქვს ეს არჩევანი. როგორ ხდება ხოლმე დღევანდელ სიტუაციაში აუმჩევლთა მობილიზაცია. როგორც თქვით, ლიდერები ასახელებენ მათთვის საინტერესო კანდიდატებს და მერე ყავს კოორდინატორები, რომლებმაც უნდა მოიზიდონ უკვე ამ მრჩევლები. ეს თავისუფლად ეს ნომინირებული სახეები არ გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, არიან გარკვეულად ავათარები თავიანთი ლიდერების და პრობლემაც ეს არის ხოლმე. ისინი ლოიალურები არიან იმ ლიდერის, იმიტომ რომ ლიდერის წყალობით აღმოჩნდნენ სიაში. ნებისმიერი პარტია რო გავიხსენოთ, მათ შორის ოპოზიციურიც, სწორედ ესე იქნება, მათ დამოუკიდებელი რეიტინგი არ გააჩნიათ, იმისთვის რომ მოახდინონ, მოხვედრილიყვნენ თუნდაც იმ ადგილზე, რომელშიც მოხვდნენ, ან საერთოდ გასულიყვნენ კიდევაც. ამიტომ ისინი უკვე აპრიორი არიან ხოლმე იძულებულები გაითვალისწინონ თავიანთი ლიდერების განწყობები და ამის მიხედვით ხდება ხოლმე მერე ხმის მიცემაც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. ერთი ლირიული გადახვევა თუ შეიძლება, რამდენიმე მაგალითი ვიცი, როცა პარტიის წევრი ჟესტიკულაციით ბაძავს პარტიის თავმჯდომარეს. რამდენიმე ვიცი, უბრალოდ ახლა აქ ვერ დავასახელებ, რადგან იწერება. ყურადღებას თუ მიაქცევთ ყურადღებას, მე თქვენ შენიშნავთ. კი, ავათარებს მაგიტო ვეძახი, თავიანთი ლიდერების განსაკუთრებით პატარა დემოკრატიულ პროდასაულ პარტიებში ხოლმე ეს ახასიათო ინტონაციით, ჟესტიკულაციით ძალიან გვანან. ანუ ეს უკვე თვითცენზურაშია ხოლმე გადასული. ამიტომ პრობლემა ისაა, რომ ცდილობენ რაც შეიძლება ესეთი სახეები წამოწიონ წინ, ამ სახეებს დამოუკიდებელი ელექტორული ძალა არ აქვს და შესაბამისად ამიტომ საჭიროა ხოლმე კოორდინატორები. კოორდინატორები სისტემა თუ მუშაობს მოგეხსენებათ შემდეგნაირად, ისინი მათ უხდიან პარტია უხდის ფულს
მერე ის ცდილობს, რომ ამ ფულის სანაცვლოდ ვიღაცეები თუ სამთავრობო ის არის, მაშინ სამთავრობო რესურსის გამოყენებით მოიზიდოს და ზუსტად არის ხოლმე დათვლილი რამდენი ხმისთვის რამდენი თანხაა საჭირო. ოღონდ აქ პრობლემა ხდება ის, რომ ვისაც მეტი ფული აქვს ამ სისტემაში, შეუძლია კოორდინატორების იყიდოს, მათ შორის კონკურენტის და მისი ასე ვთქვათ იტალიური ბოიკოტის რეჟიმში, ანუ ვითომ მუშაობს, მაგრამ რეალურად არ მუშაობს ეს კოორდინატორი, ესე ასე ვთქვათ გაანეიტრალოს ოპოზიციური მისთვის ასე ვთქვათ კონკურენტი პარტიის ინფრასტრუქტურა. ანუ უბრალოდ მთლიანად გადმოიყვანოს თავის ფარაზე მთელი პაკეტი იყიდოს, ასე ვთქვათ, ანუ კრიტიკულად გადამწყვეტი ამ სისტემაში არის სწორედ კოორდინატორები, რომლებიც არიან ფულზე ერთ-ერთი მოტივი ფული აქვს და მათი ყიდვა ვინც მეც გადაუხდის უფრო ადვილი. სწორად? ხო, ну ეხლა ეს მაგალითი მომყავს ხოლმე სულ, აი ბრიტანიკის მოდელი და ვიკიპედია, ხო? ბრიტანიკის შემთხვევაში იყო დაახლოებით ისინი ყიდულობდნენ ხოლმე ვარსკვლავებს და აწყობილი ინფრასტრუქტურა ქონდა, დისტრიბუციის არხები, ლოიალური მომხმარებლები და ლოიალური მყიდველებიც, ასე ვთქვათ. მაგრამ უცბად ამ ყველაფერს აჯობა ვიკიპედიამ, ხო, შექმნა გახსნა თავისი მოდელი, იმით რომ თავის მომხმარებლებს, თავის ასე ვთქვათ, მკითხველებს მისცა საშუალება გამხდარიყვნენ თანაავტორები სტატიების შექმნაში. ეს მაგალითი რო ეს ვთქვათ, შუაში იყო Microsoft-ის Encarta, რომელიც 90-იანებში გაიშვა. Microsoft-ს ჰქონდა საშუალება ვარსკვლავები მასაც ეყიდა და უფრო კარგი დისტრიბუციის არხი ჰქონდა 24 შვიდზე შეეძლო მიეწოდებინა კონტენტი თავის ენციკლოპედიის მეშვეობით და იდეაში ეს უნდა ყოფილიყო ამით კონკურენციაში უნდა შესულიყო ბრიტანიკასთან. მაგრამ საბოლოო ჯამში Encarta 2009-ში ბოლო ვერსია გამოვიდა და უცხოდოდ ამ საკმაოდ კონსერვატულ ბაზარზეც კი როგორც არის ენციკლოპედიები, იქაც აჯობა ვიკიპედიამ თავისი იმით, რომ თავისი მოდელით მიუხედავად იმისა, რომ მას ავტორები ვარსკვლავები არ ყავს. ესენი აღარ გვინა, ანუ ტენდენცია არის პლატფორმული მოდელებისკენ, ეხა ისინიც აღჭირდება. როგორი არის, მოკლედ ახალი ტიპის პოლიტიკური პლატფორმები რა, ანუ ნაცვლად აი ამ კულუარულ აპარატჩიკული დახურული ჯგუფიდან, სადაც იმისთვის რომ სიაში მოხვდე, შენ გიწევს თავი მოაწონო შენ ლიდერს, რომ ან იმ ჯგუფს ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ამიტომ მის კაბინეტთან უიტრიალო რა, მოკლედ ეს უხეშად რო ვთქვა, ნაცვლად იმისა, რომ გადიოდე და ამ მრჩეველს ემუშავებოდი, იმიტომ რომ ამ მრჩეველთან მუშაობას დიდი აზრი არ აქვს, შეიძლება საკმაოდ ბევრი ხმაც და თანამოაზრეც იპოვო უბანში, შენ საარჩევნო უბანში, მაგრამ სიაში მაინც ვერ მოხვდე და გაჯობოს იმან, ვინც გული მოიგო იმ ადამიანის თუ ადამიანის ჯგუფების, რომლებიც სიის ფორმირებაზეა გადაწყვეტილებას იღებენ. ნუ შესაბამისად, მთელი ეს სია არის ლოიალობაზე აგებული, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ქვევიდან ზევით, ოდესაც ამომრჩევლები თავად წყვეტენ, ვის მისცენ, ვის მიანდონ, ასე ვთქვათ, საკუთარი ბედით და თავის წარმომადგენლობა. მოკლედ მომავალი აქვს ამ მიმართულებით სწორედ ამ და ნუ არანაირი სოციალური ლიფტი არ არის პრინციპში გარდა იმისა რომ ერთ-ერთი ლიფტი არის თუ შენ ხარ ლოიალური. პრაიმერის იდეა რაში? ხო თუ წინა მოდელში არსებულ ტრადიციულ მოდელში ჩვენთან რაც არის პროსტო ტრადიციული. როგორც თქვით, გადაწყვეტილებას ვინ მოხდება სიაში იღებს ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი. ამ შემთხვევაში და მთლიანად გარიყულებიან ამ პროცესისგან პარტიის ფაქტიურად წევრებიც და არათუ ამორჩევლები, არამედ წევრებიც კი. პრაიმერის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეძლებათ მათ საშუალება აქტიურად იყვნენ ჩართული კანდიდატების ნომინირების პროცესში. და ეს ყველაფერი ტარდება ოფიციალურ არჩევნებამდე, დაახლოებით 1 წლით ადრე და არის გაწერილი პროცედურები და ყველამ იცის, რომ ეს პროცედურები არ შეიცვლება, ანუ დობა არსებობს პროცედურების მიმართ. არის აბსოლუტურად ინკლუზიური, ნებისმიერ ამორჩეულს, რომელიც რეგისტრირდება, არის სხვა მოდელებია, მაგრამ თქვა უმეტეს შემთხვევაში ეს არის, რომ მხარდამჭერი უნდა იყოს, რეგისტრაციას გადის და მას აქვს საშუალება მიიღოს აი ამ წინასწარ სიის ფორმირების ამ არჩევნებში მონაწილეობა.
შესაბამისად ეს ამას მინიმუმამდე დაყავს რაღაცა ესეთი აპარატჩიკული და სპონსორების მონოპოლია, იმიტომ რომ შეიძლება სპონსორი სპონდეს ბევრი ფული, მაგრამ რადგან მისი ხმა არის ერთი და არ ცდება არ არის იმაზე მეტი ვიდრე ნებისმიერი სხვის ხმა, შესაბამისად შესაძლებელია აღმოჩნდეს რომ ესეთი სპონსორების გავლენა ამით იყოს მინიმალიზირებული, ანუ არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი დეოლიგარქიზაციის. ახლა ამის მაგალითი იყო დემოკრატიული პარტიის პრაიმერი, როდესაც მაგალითად ბლუმბერგი, რომელიც საკმაოდ შეძლებული ადგილად რო ვთქვათ, მას პირველივე ტურებში გამოეთიშა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური დიდი საშუალებები ჰქონდა და აჯობა მასთან შედარებით ფინანსურად სუსტმა კანდიდატებმა. ეს იძლევა საშუალებას ასევე სოციალური რიფტია, უზრუნველყოფს ახალი ლიდერების გამოჩენას, რომლებიც უშუალოდ ემუშავებიან თავიანთ ამომრჩევლებს და ცდილობენ მათი დობის მოპოვებას და შესაბამისად ამ დობის კონვერტაციას უკვე პოლიტიკურ კაპიტალად. რაც იმავდროულად ზრდის ანგარიშვალდებულებას თავის ამომრჩევლების წინაშე. მაგალითს მოგიყვანთ. 2016-ში გახსოვთ ერთი პარტია, ერთი ოპოზიციური პარტიას ორ თვეში არჩევნების შემდეგ ორ თვეში გამოიყო ერთი ჯგუფი, რომელიც დაუპირისპირდა თავის ამომრჩევლებს. მე იმ ჯგუფმა 2020-ში ესეთ კი ვერ მოაგროვა ხმები სათანადო. იმიტომ რომ გაემიჯნა საკუთარ ამომრჩევლს. და იმ ჯგუფს გაყვნენ ყველა პარლამენტის არჩეული დეპუტატები, რომელსაც დასავლურდა დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, იმიტომ რომ ისინი სიაში მოხვდნენ არა ამომრჩევლების მხარდაჭერით, არამედ ლიდერის მხარდაჭერით, რომელმაც სიაში ჩასვა და მე იმის წინაშე ბუნებრივი ანგარიშვალდებულება ჰქონდათ, როცა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ უნდა გამოყოფოდა პარტიას და ახალი პარტია დაეფუძნებინა, ესენი ცხრებივით გაყვნენ. არც ერთ ელექტრონული რეიტინგი არ ჰქონდათ იმ ათეულიც რომ გადახედოთ, ნახავთ რომ არც ერთს არ ჰქონდა, რაც დაადასტურა კიდევაც შემდეგმა არჩევნებმა, როდესაც უკვე დამოუკიდებლად როცა გადიოდნენ, არა იმ დიდი პარტიის სახელით, არამედ დამოუკიდებლად, უბრალოდ ხმები ვერ დააგროვეს. როგორ ხდება პრაიმერით? ანუ ჩვენი ვნახეთ, რომ ზევიდან ქვევით იყო ნომინაციას ახდენს ლიდერი, აქ არის პირიქით. ნებისმიერ შეუძლია ნომინირება თავისი ჯგუფის და ამ უკვე პრაიმერიში ერთმანეთთან კონკურენციის გზით ხდება კანდიდატის თუ მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატის ან კანდიდატების სიის ფორმირება. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, მთელი იდეა მდგომარეობს ამაში. ამომრჩეველი წვიტავს თუ ვინ იქნება მისგან ნომინირებული, მის სახელით ნომინირებული. ძირითადი ეტაპები არის ეს არის რეგისტრაცია როგორც აქტიური ხმისუფლებით პრაიმერში, ასევე პასიური ხმისუფლებით, მერე კამპანიის წარმოება, რეგიონულ კონფერენციას სადაც უკვე ხდება ხოლმე იმ არჩევნო ოლქის თუ უბნის პრაგლებში არჩევა, მერე ეროვნულ კონფერენციას სადაც უკვე საბოლოო დეტალების გამოვლენა ხდება. რა არის იმისთვის მნიშვნელოვანი, რომ პრაიმერმა რეალურად იმუშაოს. აუცილებლად ეს არის, რომ წინასწარ უნდა იყოს თამაშის წესები ცნობილი, წინასწარ გაწერილი უნდა იყოს მექანიზმი, ინფორმაცია უნდა იყოს საჯაროდ გამოქვეყნებული, უნდა იყოს ნდობა, რომ არ შეიცვლება, წესები უნდა ახდენეს ადამიანური ჩარევის მინიმალიზაციას. ყველა პრაიმერივით, რაც კი საქართველოში სადეს, აი ამ პირველ წელს ყველა არც ერთი არ აკმაყოფილებდა. მეცაც გეტყვით ბოლო მცდელობა როცა იყო, უბრალოდ საიტიც კი არ მუშაობდა, სადაც ეს წესები იყო და მე გახსოვთ ერთ-ერთ პარტიაში დავაც კი ჰქონდათ, რა წესებით უნდა ყოფილიყვნენ, რა წესებით ჩატარებული იყო პრაიმერი, ვერ გაარკვიეს, ერთი ამბობდა, რომ ნებისმიერ შეეძლო, მეორენი ამბობდა, რომ მხოლოდ მომხრეებს. ანუ აი ამიტომაც არის საჭირო, რომ ეს იყოს წინასწარ გაწერილი, გამოქვეყნებული და გარანტირებული, რომ არ შეიცვლება. მეორე არის პრაიმერი უნდა იმეორებდეს იგივე მოდელს, ეს არის მაქსიმალურად სასურველი, რაც ოფიციალურ არჩევნებშია. იმიტომ რომ მაგალითად თქვენ თუ ატარებთ ონლაინ პრაიმერს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ესეც გააკეთოთ, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა სიმრავლეს ირჩევენ რეალურად, იმიტომ რომ ის ვინც ონლაინ ხმას აძლევს, არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად არჩევნებზე მოვა.
მაქსიმალური რეკომენდაციაა, რომ გამეორდეს იგივე პროცედურები, რაც ოფიციალური არჩევნების დროს არის. რომ ნამდვილად ადამიანები თუ ფიზიკურად ტარდება, ფიზიკურად მოვიდნენ, ფიზიკურად მისცენ ხმა და არა სხვა პროცედურები. როგორც სხვა სიმრავლის საერთოდ სხვები იქნებიან მონაწილეები და არ არის გარანტირებული, რომ იგივე ადამიანები მერე თქვა ფიზიკური არჩევნები ფიზიკურად მოვიდნენ. საჭიროა დრო, მინიმუმ რაც შეიძლება მეტი სასურველი 1 წლამდე, მაგრამ სადღაც 4-6 თვე მაინც რო იყოს. ეხლა ესეც პრაქტიკა აჩვენებს საფრანგეთში ჩატარდა 2000 მოკლედ მაკრონის პირველი არჩევნების დროს რესპუბლიკელებმა პრაიმერი ჩაატარეს, როგორც მოკლე დრო იყო და მათმა კანდიდატმა, რომელმაც გაიმარჯვა, მისმა კონკურენტებმა, გამარჯვებულს კონკურენტებმა, სწორედ ვერ იპოვეს კომპრომატი. პრაიმერი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიმარჯვოს პარტიიდან, პოლიტიკური ჯგუფიდან ძლიერმა. და პრაიმერში გახსოვთ ხოლმე, არის ძალიან დაუნდობელი ბრძოლა, და პარტიული დაუნდობელი ბრძოლა, ერთმანეთს კომპრომატებს უდებენ ხოლმე. და ოღონდ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ეს კომპრომატი ჩაძირავს, მაშინ ჯობია ჩაიძიროს კანდიდატი. თუ ამ კომპრომატმა არ ჩაძირა, მაშინ ამ კომპრომატს მეორე პარტიის უკვე ოფიციალური კამპანიის დროს მეორე პარტიის ისი კონკურენტი არ გამოიყენებს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, უკვე ყველა მიცით რომ კომპრომატი არსებობს, მაგრამ რადგან მან არ ააფეთქა კანდიდატი, მაშინ ის უკვე აღარ აფეთქდება. ანუ ამ კომპრომატის მიმართ სწორედ იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს დრო, რათა შიდა პარტიული პრაიმერის დროს კონკურენტებს ჰქონდეთ ერთმანეთზე კომპრომატების აღმოჩენისთვის დრო და საშუალება. რათა მართლა ისეთი კანდიდატი შეერჩეს, რომელიც მედეგი არის კომპრომატების მიმართ, ან არ აქვს, ან ისეთები აქვს, რომელიც ზიანს არ აყენებს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაიმერის ორგანიზება დაევალოს ორგანოს, რომელიც არ არის დაინტერესებული და არც ერთ ჯგუფს არ უჭერს ფარს. ეს არის თქვა ის ძირითადი რეკომენდაცია. ეხლა სულ არის ხოლმე იმაზე ლაპარაკი, რაღაცა ამერიკულ პარტიებთან დაკავშირებით. ამერიკაში ორი პარტია მოგხსენებათ, არ არის ბევრი პარტია. უბრალოდ არის ორი პლატფორმა. ისე როგორც მაგალითად მობილურ აპლიკაციებში გვაქვს ორი პლატფორმა, Apple-ის და Google-ის. ესეც დემოკრატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, ეს არის პლატფორმები და არა ჩვენთვის ცნობილი, ჩვენი გაგებით პარტიები. რესპუბლიკური პარტია არის ცენტრიდან მარჯვნივ, ზომიერი ცენტრისტებიდან, მემარჯვენეებიდან დაწყებული ლიბერტარიანები დამთავრებული და დემოკრატიული პარტია არის ცენტრიდან ზომიერი ცენტრისტებით და რადიკალურ მემარცხენეებს რო ეძახიან, კომუნისტებს რო ეძახიან ხოლმე მათი ოპონენტები. ხო, თქვა დემოკრატიული პარტიაში არის სანდერსიც ერთის მხრივ და არის იყო თქვა ობამა თუ რა ქვია. ჯო ბაიდენიც, ხო, ან რესპუბლიკებში იყო ტრამპიც და იყო მაკეინიც. ანუ ეხლა ჩვენი წარმოდგენით ამათ შორის 1-7 პარტია შეიძლება იყოს კიდე, ანუ როგორც ჩვენ ხედავთ, მაგრამ ეს პლატფორმაა, სადაც ნებისმიერს შეუძლია თუ მის იდეოლოგია არის ცენტრიდან მარჯვნივ, მაშინ ამ მარკეტპლეისზე, იდეების მარკეტპლეისზე, როგორც არის რესპუბლიკური პარტია, მოდის, იმიტომ რომ უკვე თავმოყრილია შესაბამისი აუდიტორია და მას აქვს საშუალება ეს თავის იდეები და თავის თავი, როგორც ამ იდეების მატარებელი და აღსრულებაზე პასუხისმგებელი მიყიდოს, ასე ვთქვათ, აუნჩელოს. ესე როგორც ცენტრიდან მარცხნივ შესაბამის პოლიტიკურ ლიდერებს. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენ შემთხვევაში ასეთი მე მგონია, რომ გამოსავალი სწორედ ესეთი პოლიტიკური პლატფორმის, როგორც სერვისის ფორმირება, რომელიც ამ ღია დეცენტრალიზებულ მიდგომებს დაეფუძნება, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩევლებს თავად გადაწყვინონ, ვინ იყვნენ მათი წარმომადგენლები, მათ შეარჩიონ თავიანთი ნომინანტები და მონაწილეობა უშუალოდ იყვნენ მონაწილეობის მიღებაში ჩართულები რა. ეს პროცედურა მე დიდი ის მაქვს, შეგიძლიათ მე ნახოთ მთელი ის არის, ასე ვთქვათ, სოპების
სტანდარტული პროცედურები, მოკლე ვერსია და დივერსიას ჩაგიგდო, რაც დეტალურადმა გაწეული, როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, პოლიტიკური პლატფორმის ფორმირება საქართველოს შემთხვევაში. ეს არის ნოტაცია და თითოეულს მე აქვს დაწყებული ორგანიზაციული ასე ვთქვათ, სტრუქტურიდან ევროპის რეგისტრაციის ეტაპები, ასეული ფრაქცია, მე შიდა ფრაქციების არსებობას, ან როგორც ვთქვით, პლატფორმებში განსხვავებული ფრაქციები შეიძლება იყოს, ამ ფრაქციების გაწევრიანება, ახალი ფრაქციის ფორმირების პროცედურა, საარჩევნო პროგრამის დიზაინირება და შემუშავება მოკლედ, კამპანიის დაგეგმა და მოართვა. შეიძლება ეს ერთ ფაქტი თუ მე შეიძლება ერთი თვითონ პრაიმერის ჩატარების პროცედურები აქვს დეტალურად გაწერილი. დაწყება იმით, რომ რაღაცა პრაიმერის დანიშნულება ორგანიზაციული მომზადება, რეგისტრაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კამპანია, ეთიკა, რეგიონული კონფერენციები და კენჭისყრის ორგანიზება, როგორ იყოს საერთო ციის ფორმირებები, ხე ჩვენ რადგან პროპორციული ამერიკაში მოგეხსენებათ მაჟორიტარული სისტემა, იქ ერთი კანდიდატის სელექცია ხდება, პროპორციულ შემთხვევაში ერთგვარ ტრანსფორმაცია იყო საჭირო. ძალიან მოკლედ რო გითხრათ, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ათეულში, ანუ თუ მაგალითად სამი ჯგუფი არის, სამი ფრაქცია ერთი პლატფორმის შიგნით ერთმანეთთან კონკურენციაშია, ითეულის ადგილების გადანაწილება ხდება ესე, რომ ყველა ათეულში ითეული ფრაქცია იღებს იმ ადგილს, იმ პროპორციით ადგილს, რამდენიც რამ მხარდაჭერაც მან მიიღო. და თანმიმდევრობაც არის ესეთი, პირველ ათეულში პირველ ადგილებზე არის ის ფრაქცია, რომელმაც ყველაზე მეტი მიიღო, მერე მეორეზე ვინც მიიღო, მერე მესამეზე ვინც გავიდა, ესე ნაწილდება, თქო, ყველა ათეულში არის ჩართული ყველა ფრაქცია. მერე გაერთიანებული სიის ფორმირება, წარდგენა და ასე შემდეგ. და ნუ აი წარმოიდგინოთ დიდი ისინია დაახლოებით 300 გვერდიანი ეს მოკლე ანოტაცია 10 გვერდიანი. 300 გვერდიანი ჯამში არის 300 გვერდი ამ თითოეული სოფის მანდატური პროცედურას, რაც დეტალურად არის გაწერილი. ერთად გაჩვენებთ რა ვიცი რომელიმაც. ეს არის მაგალითად შიდა ფრაქციული პრაიმერის ან მოკლედ არის როგორც სტანდარტულ პროცედურებშია აღწერილი არის დეტალურად ის პასუხისმგებლობა აქვს, რა როლები აქვს, ტერმინები და ნუ დეტალური აღწერა უკვე როგორ ხდება ცირება რაღაც პრაიმერის ოფისი და ასე შემდეგ. ხო, ეს იყო თუ რამე კითხვი მე შევიცადე. მაქსიმალურად მოკლედ მომეთქრო პრაიმერის იდეაზე. ხო, ეს არის. ისმენთ თუ რამე კითხვებია? მადლობა დათა, ძალიან სასიამოვნო იყო ვიზუალური მხარე ამ ყველაფრის, განსაკუთრებით თავიდან როგორ კარგად ახსენი, აი ეს იერარქია და ის ლოიალობის ჯაჭვი, რომელიც არის აგებული დღევანდელ პარტიულ სისტემებში. მე მაქვს რამოდენიმე შეკითხვა, ეს ეხება თვითონ აი ამ ანუ ერთი მხარე შეიძლება იყოს, რომ ეს წესები არსებობდეს შიგნით პარტიებში. მეორე არის, რომ ვინ ქმნის ამ წესებს და ვინ აღასრულებს ამ წესებს. ანუ აქედან რომ დავიწყოთ, ხო, თუ თამაშის წესები ცნობილია წინასწარ, შეკითხვა ისმის, ეს თამაშის წესები ერთი და იგივე უნდა იყოს პარტიებისთვის, ყველა პარტიისთვის და რაღაც ჩარჩოში უნდა ჩაეტივნონ პარტიები თუ სრული თავისუფლება წარმოგიდგენია, რომ ამ პარტიებს უნდა მივცეთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ განახორციელებენ ამ იდეას, რაც ახლა შენ წამოწიე წინ. მოკლედ უნიფიცირება ახლა აქ ამ სოპებში მაგალითად მე ავწერე, მე როგორ წარმომიდგენია სწორედ რა არის.
აქ პრაიმერის შემთხვევაში არსებობს რაღაცა ბაზისურები, რაც აი რეკომენდაციებში რაც თქვი არის გათვალისწინებული და დანარჩენი არის ასე ვთქვათ ამას პირობითად ეძახება დიზაინერის პასუხისმგებლობას. ნებისმიერი სისტემა ვიღაცა ქმნის. ანუ იგივე აგერ კახად ამეთანხმება კონსტიტუცია არის კი ბატონო ეს არის მოქალაქეთა კონტრაქტი, მაგრამ პირველ დამფუძნებლებს აქვთ განსაკუთრებული როლი, უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა და იმავდროულად პრივილეგიაც რა. აქაც ახლა ანუ რა თქმა უნდა მე იგივე შვეიცარიაში რეფერენდუმი შეუძლია შეცვალონ, მაგრამ პირველი მაინც სანამ შეცვლი შენ გიწევს უკვე მოცემული თამაშის წესებში მოქმედება და ეს ნუ არსებობს ეს გარკვეული შეზღუდვა. იგივე როგორც თქვათ App Store-ზე როცა შევდივარ, მე გარკვეულად შეზღუდული ვარ App Store-ის თამაშის წესებით, რომელიც მისმა ფლობელმა ასეთ გააკეთა. თუ მე ეს თამაშის წესები არ მომწონს, უნდა მქონდეს საშუალება ჩემი გავაკეთო ჩემი თამაშის წესები. ეხლა მე რაც მქონდა, რაც ამ სოფებში მაქვს წერილი, არის ის როგორ ვხედავ მე. იმავდროულად არის დატოვებული ლიფტი იმისთვის, რომ კასტომიზაცია მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია მე ცალკე რა ვიცი ამის დეტალური პრეზენტაცია უბრალოდ ვიფიქრე რომ არ გადამეღალით მეტად დეტალებში არ შევედი თავის მართლობით როგორ იყოს და ასე შემდეგ რა მოკლედ მაგრამ პასუხად მოკლედ რომ თქვა რომ დავასრულოთ შენ კითხვაზე პასუხი არის ის რომ ითეული პლატფორმა თვითონ განსაზღვრავს პლატფორმის დამფუძნებლები იღებენ მათი ასე ვთქვათ წერზია რომ მაქსიმალურად ერთოკრატიული იყოს მოდელი, თორე სხვა შემთხვევაში ისინი შეიძლება წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მთელი იდეა სწორედ ეს არის, რომ რაციონალურია შექმნა მერიტოკრატიული მოდელი, რომელიც შენ პარტიას აძლევს საშუალებას სულ მუდამ განახლებადი იყოს და არ გადავიდეს პობა, უხილავი არ გახდეს პობა. აი ნახეთ რესპუბლიკური პარტია და ისი, იმიტომ რომ ამის გამოცდილება ეხა შენ რაც აქ წამოჭერი, ხო? უკვე არსებობს, ხო? თუნდაც ამერიკაში. და რა ხდება რომ პარტიები თვითონ ადგენენ ამ დღის წესრიგს, თუ რანაირად უნდა მოხდეს პრაიმარი, როგორ უნდა ჩატარდეს, შეიძლება შტატებს შორის განსხვავებები იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია რომ თვითონ აქვს იმის თავისუფლება, რომ შიდა მოწყობა თვითონ განსაზღვრონ. ეს შემდეგ იწვევს იმას, რომ ისინი ხდებიან თვითონ ეს პარტიის, ანუ ამ პარტიის წარმომადგენლები ხდებიან შემდეგ კანონმდებლები და კანონმდებლობით შემდეგ შეუძლია შეზღუდონ სხვა პარტიების დარეგისტრირება, მონაწილეობა და ასე შემდეგ. ანუ აქ ისინი აკეთებენ ეგრეთ წოდებულ harpoonings, რომ ახვალ სადღაც და შემდეგ კიბეს თან აიტან. ამიტომ აი ეს სისტემა გასააზრებელია, უნდა მივუდგეთ ასე ვთქვათ, სისტემის ჩამონგრევის ფსიქოლოგიიდან და ვიფიქროთ, რომ რა შეიძლება ამ სისტემაში მე გავაფუჭო და რისი უფლებები მაქვს. ერთი იქნება ის, რომ ანუ როგორ სისტემას, რომ ადამიანების უფლებები და არჩევის უფლებები იყოს შენარჩუნებული არა მხოლოდ თავიდან, არამედ და ფასადურად, არამედ გრძელვადიანად და კონსტიტუციაში როგორ ხედავ აი ამ ნაწილების შეტანას, რომელმაც უნდა შემდეგ კანონმდებლობა დაიცვას, იმიტომ რომ რამოდენიმე პარტია ერთმანეთში რომ შეთანხმდეს, რომ მოდი კიდე ერთად ავიტანოთ, აი ამას როგორ უზრუნველყოფთ, რომ ეს არ მოხდეს. ნახე, ჩვენ ახლა ორ საკითხს ვეხებით. ერთი არის შიდაპარტიული დემოკრატია, ახლა შენ კითხვაში ორი საკითხია. და მეორე არის კანონმდებლობა. კანონმდებლობის დაცვა ჩვენთვის არის გარანტორი არის რეფერენდუმის შემბოჭველი უფლება. მე არ ვარ პირდაპირ დემოკრატიის, მხოლოდ პირდაპირ დემოკრატიის მომხრე. მე მგონია რომ მნიშვნელოვანი იქნება მიქსი ამ წარმომადგენლობრივი დემოკრატიის, როგორც გადაწყვეტილების მიღების მთავარი წყარო, მაგრამ უნდა არსებობდეს რეფერენდუმით მათი შემბოჭველი ფუნქცია. ანუ თუ რაღაცა კანონმდებლები ასე ვთქვათ ერთმანეთში დაფდებიან, იგივე შვეიცარიის მოდელი რო ავიღოთ, მათ აქვს საშუალება ამ გასავარდებლად. მოქალაქეებს აქვს საშუალება
მათი გადაწყვეტილები შეცვალონ ან დაინიციონ ახალი მათთვის მათი აზრით სწორი საკანონმდებლო ინიციატივა. ამიტომ გამოსავალი მგონია სწორედ ეს ფენომენი, ანუ ეს ინსტრუმენტი, რომ მოხდეს ხო, გასაგებია. დაამთავრე. ანუ გამოსავალი ეს კანონმდებლობის მიტაცების ეს არის. მეორე ის რაც ამერიკის შემთხვევაში გვაქვს არის განპირობებული საარჩევნო დათა გამორთული აქვს მიკროფონი. ხო, ესე იგი მეორე რაც არის ამერიკის შემთხვევაში ორი პარტიის არის განპირობებული არის მაჟორიტარული სისტემის სპეციფიკით, იმიტომ რომ იქ მესამეს უბრალოდ ფიზიკურად ადგილი არ აქვს, რადგან ყველაფერი მიაქვს გამარჯვებულს, მესამისთვის ადგილი არ რჩება და ბუნებრივად დაწყდება ორად. რომ არსებობს პროპორციული სისტემა, ორზე მეტი პლატფორმის არსებობა იქნება შესაძლებელი. ამიტომ პროპორციულ სისტემაში რომელშიც ჩვენ ვართ, გონია რომ ეს პრობლემა არ იქნება, რომ ორმა პლატფორმამ თქვათ მოახდინოს დომინაცია პოლიტიკურ ბაზარზე. 3 და 4 მოახდენს რა პრობლემაა? ერთად ურჩევნიათ ისინი დადგნენ და მეოთხე და ვასილ, თუ 3 და 4 მოახდენს და ხალხი არ აპროტესტებს, ესე იგი დემოკრატია ეგ არის. დემოკრატია არ არის იდეალური მმართველობა და მაგრამ დემოკრატია არის ის რომ სხვადასხვა ჯგუფებს აქვს თავიანთი წარმომადგენლობის რეალიზაციის საშუალება. ამიტომ თუ არც წარმომადგენლები და არც მოქალაქეები რეფერენდუმს გზით არ ცვლიან რაღაცას, ესე იგი მათთვის ეს მისაღები იყო დრო, როდესაც მისაღები იყო, რა ვიცი, ისეთი რაღაცები, რაც დღეს მიუღებელია, ხო? თავის დროზე, მათ შორის დამფუძნებელი მამების დროსაც. რათა შენ ფიქრობ, რომ პარტიებს შიდა წესები ისე უნდა კონდეთ დაწერილი, როგორც მათ უნდათ, თუნდაც ის რომ ზევიდან ქვევით აბსოლუტურად და ეს მარიონეტული სისტემა კონდეთ ჩამოყალიბებული და შემდეგ ხალხი თუ მე არ მითქვა. მე ასე მესმის. მე ასე ვამესმის, რასაც შეიძლება. აი, დავაზუსტებ მაშინ. რომ ესე იგი მათ შეუძლიათ რომ მარიონეტული სისტემა ქონდეს ჩამოყალიბებული შიგნით და ხალხს შეუძლია ამასთანავე ამის პარალელურად რომ მათი არჩეული პარტიის შიდა სისტემა რაღაცნაირად შეცვალოს პარტიული შიდა დემოკრატიული სისტემისგან გამომდინარე. ანუ პარტიას უნდა ქონდეს რაღაც ვალდებულება რომ ქონდეს შიდა რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულება, მაგას გულისხმობ, როდესაც რეფერენდუმზე საუბრობ? არა, მე გულისხმობდი, მაგიტო გავმიჯნე ორად. ანუ ერთი არის კანონები და მეორეა პარტიული დემოკრატია, თქო, და პარტიული მექანიზმები. ერთი არის სახელმწიფო საკანონმდებლო სისტემა და მეორეა პარტიული წესრიგი. პირველში ვამბობდი, რომ თუ პრობლემა არის, მეთქი რამე არ მოწოთ, შეუძლიათ ასე ვთქვათ, ცვლილებები შეიტანონ და მოქალაქეებს რეფერენდუმის გზით ამიტომ ვემხრობი ამ შემოჭრილ ინსტრუმენტს და მეორე შემთხვევაში თუ რამე არ მოწონთ შეუძლიათ ახალი პლატფორმა გააკეთონ. ანუ ამის საშუალებას უნდა იძლეოდეს საკანონმდებლო გარემო, რომ ბარიერები არ იყოს და ეს ბარიერები კიდე შეუძლიათ მოხსნან რეფერენდუმის გზით, ამას ვამბობდი. და რაც შეეხება რა უნდა იყოს კანონმდებლობაში. კანონმდებლობაში შეიძლება იყოს ზოგადი ფორმულირება, რომელიც ამბობს რომ პოლიტიკური პარტიები უნდა ქონდეთ შიდა დემოკრატია, რომელიც უზრუნველყოფს რაღაც ჩამონათვალი, რაცაც უნდა უზრუნველყოფდეს, მაგრამ შეიძლება ფორმები არ იყოს. და ჯანმრთელი კონკურენციის შემთხვევაში მე სხვა რამეს ვამბობ. ჯანმრთელი კონკურენციის შემთხვევაში გაიმარჯვებს ის პარტიები, რომლებსაც რეალურად აქვს მერიტოკრატიული ინსტრუმენტები და მექანიზმები, იმიტომ რომ ვერ მოუგებენ. ანუ ნახეთ პრობლემა რაშია. მე თუ მასთან აქვია მამუკა ხაზარაძესთან კარგად დავალაგე, ან მასთან გიგა ბოკერიასთან, ან რა ვიცი, მიშა სააკაშვილთან, ბიდინე ივანიშვილთან. ეს არ ნიშნავს დღეს როგორ არის, რომ მე იმათმა უნდა ჩამსვან ელენე ხოშტარია, ოთო კახიძე, ჩასვა გიგამ და გიგას წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულები და არა ელექტორატი.
როდესაც მე იმ ელექტორატს ორ თვეში გაემიჯნა, იმიტომ რომ გიგად გაემიჯნა, ხო? ესენი ბუნებრივია ამ მის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდები და გაყვნენ. მე როცა არჩევნები მოვიდა, კი აღმოჩნდა რომ მათი რეიტინგი ძალიან დაბალი. ფაქტობრივად არ ქონათ ელექტორალური ისინი, ხო? 4 საერთოდ გავიდა პოლიტიკა, იმიტომ ელექტორული ნულია და ანუ ელინეს რეიტინგიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოზიტიური ფიგურა მის საკითხს რომ დაუბრუნდეთ, შიდა და ამ საკითხზე ჯეუზევი, ანუ რომ ხალხმა უნდა შესაბამისად არჩევა, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომელიც თუ კონკურენცია იქნება, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვერტიკალზე არიან აწყობილი და არ აძლევენ საშუალებას, თქვა არ უყურებენ ელექტორატს, ისინი უბრალოდ კონკურენციაში წააგებენ ამის თქმით. უბრალოდ საქმე ისაა, რომ დღევანდელ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა სახელები რომ გადაშალო და მასშტაბს რო არ უყურებთ, ქართული ოცნება იქნება თუ იმის რა ქვია, ლაკას დროა ერთნაირად იღებს გადაწყვეტილებას რა. საერთო ისაა პრინციპი. ამიტომაც არის. რატომ? სისტემა რატომ გვაქვს? იმიტომ რომ არის რატო უფრო უკეთეს შეჯიბრებადობის სისტემა, რომელზეც ახლა შენ საუბრობ, რა აკავებს? იმიტომ რომ ეს მართლა უნდა. ვის უნდა? ხალხს მართლა უნდა. ეს სისტემა რატომ არ ჩამოყალიბდა ორგანულად, რა უშლის ამას? და ეს შეკითხვა შებოჭილია ასევე იმასთან, რომ შემდეგში რომ იყოს ასეთი მოწოდება, რომ ესეთი რამე რომ დაიწყოს და გაკეთდეს შიდა პარტიულად, თქვი რატომაც არ არის. არ ჩამოიშლება ამ დონემდე. იმიტომ არ არის დღეს რომ ეს ჯერ კიდევ დომინირებს ტელევიზიები, როგორც პოლიტიკური იდეების დისტრიბუციის არხი და ნუ რადგან ქართული ბაზარი ძალიან პატარა არის, რეალურად რა იყო ქართული ბაზარი არის თავისთავად რომ დააფინანსოს მარტო ერთ ტელევიზიაზე. რუსთავი 2 იყო, ერთი მხოლოდ რუსთავი 2 იყო, ბოლო 20 წლის განმავლობაში თვითდაფინანსებადი ტელევიზია, იგიც გარკვეულ დროის მონაკვეთში, მიშას ბოლო ეტაპზე, განარჩენები ყველა დოტაციური. ეგეც იყო იმიტომ რომ პრინციპში ყველა ბიზნესმა ზოგადად რო მედია გავლენა იყო ძალიან ძლიერი და ანუ პარტიული აჯენდი, ანუ რეალურად მედიები კონკრეტული პარტიული აჯენდით ქვეშ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიტანოთ ახლა ესე იგი მედიის ნაწილი უნდა შევცვალოთ, მაგას ამბობ, რომ ამან იმუშაოს? ნახე როგორ რაღაცა, ერთი არის ეს, მეორე არის რომ არსებობს მცდარი წარმოდგენები პოლიტიკის კეთებაზე და პოლიტიკაზე. მათ შორის ახალგაზრდებში, ვისაც მქონია საუბარი, ისინი ამბობენ ხოლმე, რომ საჭიროა ფული. რაც თად ესე არ არის. ანუ რეალურად ჩვენ შემთხვევაში ბევრი სტერეოტიპი მუშაობს, რომელიც აჩერებს ადამიანებს პოლიტიკაში შევიდნენ. ჯერ ერთია ესე იგი არის ეს სტერეოტიპები, მეორე არის ძალიან ტოქსიკური გარემო. ანუ შეხვალ თუ არა შენ გირტყავს ეს მედია თავისი ამ პარტიებით და ელემენტარულად მე მქონია შემთხვევა უბრალოდ პრაქტიკაში ვიცი, როდესაც ოპოზიციური მედიაც კი ახალ პოლიტიკურ სტარტაპირო დავარქვათ პირობითაც 2016-ში უბრალოდ არაშუქებდა და ერთ-ერთი ბოლოს ძალიან უხერხული იყო ძალიან დიდ შეკრებაზე ხორთიარჩი რუსთავი 2 იყო მაშინ ერთ-ერთი ოპოზიციური არხი მე მგონი კადრი იყო აღებული ნახევარი დარბაზი იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ამ საზოგადოებამ დაინახოს არსებობს თუ არა მაშინ როდესაც შეიძლება რაღაცა ახალი ჯგუფი რო ჩდება იმიტომ რომ ტელევიზიას აქვს ეს აჯენდა მისი ყველა შეკრებაც კი გააშუქოს ახლა ახალი რო იქნებოდა ყველა რაღაცა 5 კაცი იჯდნენ კაბინეტში იმასაც აშუქებდა მთავარი ანუ ეს კი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მაგრამ თუ შენ პოლიტიკური ამბიცია გაქვს, ამან არ უნდა შეგეშინო. ოკეი. აი ხა მაგალითად იგივე ამ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით რაც მაგ პრობლემა არის ის რომ ეს არის პოლიტიკის კეთება და არ უნდა შეეშინდეს აქტორებს. პოლიტიკა ანუ ნახე როგორ რაღაცა არის. ასეთი რაღაცა. პრობლემა ეგ სხვაგან მივდივარ. არა, უბრალოდ პოლიტიკოსობა არის უკვე ძალიან ტოქსიკური. და ადრე კიდე დამატებით პრობლემა იყო, შენ თუ პოლიტიკაში მიდიოდი, ეს ნიშნავდა, რომ არც ერთი NGO არ დაგაფინანსებდა და ნუ რაღაცა თქონა, ანუ უკვე ბევრი პრობლემის წინაშე დგებოდი, მათ შორის ფინანსური რა. შეკითხვა ასეთია, კიდე პერიფრაზირებას გავაკეთებ, უფრო
დადგა ეს შეკითხვა უკეთესად, რომ კანონმდებლობით ან კონსტიტუციურად როგორ უნდა უზრუნველყოთ, რომ ეს გამართული სისტემა ახლა შენ რაც აღწერე, ხო, რომელიც პრინციპში არ მუშაობს, მაგრამ შეიძლება იმუშაოს, როგორ უზრუნველყოთ ჩვენ ან კანონმდებლობით ან კონსტიტუციურად, რომ იმუშაოს და თქვა 10 წელი გავიდა და ასე შემდეგ და როგორ წარმოგიდგენია, რომ რაღაც წესების ქვეშ ეს სისტემა უნდა მუშაობდეს, თუ გვაქვს ამაზე ნაფიქრი, რომ ვასი მე მაქვს ეგეთი მივხვდი იმისა, რომ მე სისტემა მომწონს. მე მგონია, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა სისტემებიც. ამიტომ კანონმდებლობაში მე ჩავწერდი ისეთ ფორმულირებას, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს დემოკრატიულ ქვევიდან ზევით მმართველობას პარტიული სტრუქტურების, მაგრამ არ იქნებოდა მაგალითად ამ სისტემაზე როგორც ერთადერთ ვარიანტზე მორგებული. იმიტომ რომ შეიძლება რაღაც სხვა სისტემებიც იყოს. ანუ მე ეს მომწონს, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ამ სისტემის როგორც ერთადერთის მიღების რა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ რაღაც კიდე სხვა მოიფიქროს. ეს დილემა მაქვს, ხდები? მე მგონია ეს პრობლემას ხო. საქმე მაგაში, ანუ ზოგადი დებულება ასეთი კონსტიტუციაში საკმარისია იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, აი ეს არის დიდი შეკითხვა. შეხედე, მოდი სხვანაირად დავსვავ კითხვას. იმისთვის, რომ მაგალითად სხვა მაგალითზე რომ გადავიდეთ, შეიძლება დაგვეხმაროს. მაგალითად, კონსტიტუცია უნდა უზრუნველყოფდეს თავისუფალ ბაზარს, კერძო საკუთრების უფლებას და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე აუცილებლად როგორც მოქალაქე დავაფუძნებ გუგლივით იმას, კომპანიას. ამას კიდე სხვა არა კონსტიტუციაში გაწერილი სხვა რაღაცები სჭირდება, მათ შორის ინდუსტრიული პოლიტიკები, ეკოსისტემა, კიდე ისეთ ფაქტორები, რომლებიც საერთოდ შეიძლება საქართველოს მთავრობაზე, საქართველოს სახელმწიფოზეც კი არ არის დამოკიდებული, ხო? ამიტომ არის რაღაცები, რაც თავისუფლებას გაძლევს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს დაატრიგერებს შესაბამის ინსტიტუციებს გააჩენს. მიხდი, ანუ როგორ ჩავწერო ხა, ანუ გუგლივით ანუ კონსტიტუციაში ან კანონმდებლობაში ხო ვერ აღწერს სტარტაპების იმას, რა ქვია, კონსტიტუციაში ამბულად ვერ აღწერს სტარტაპების ეკოსისტემის ფორმირების ნორმებს. ეს პრობლემაა. შოთა გისმენთ. ამ იმაში მინდოდა მეკითხა, ანუ კითხვა მქონდა მე, ანუ მე რასაც გისმენთ ახლა ორივეს, ხო, ორივე ამბობთ, რომ რაღაცა ისე ვთქვათ, მინიმუმ რაღაც ბიძგი მაინც სჭირდება კანონმდებლობის დონეზე, რომ სისტემა მიმუშაოს, ასეა, ანუ მაგალითად ახლავე რომ მე არ ვამბობ მაინც და მაინც, მაგას არ მიშლის ახლა დღევანდელი კანონმდებლობა, ფორმალური კანონმდებლობა ხელს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განახორციელო. ხო, ანუ განახორციელებ ხო, მაგრამ რატო გაჩნდა საერთოდ მაგაზე საუბარი, რომ რაიმე დახმარება მაინც არის საჭირო, ანუ უკეთესია. მაგალითად, აი თქვა შეიძლება არ გიშლის, მაგრამ შეიძლება თქვა, რომ აი უკეთესია თუ კანონმდებლობაში. არ მგონია, რომ უკეთესია, ანუ არაფერს არ მომცემდა კანონმდებლობაში ეს რომ ეწეროს. არ მომცემდა, იმიტომ რომ ეს პარტიები მაინც თუ არ უნდათ იმ ფორმალურად რაღაცას მოიფიქრებენ და გასაძრომ გზას ხო და აი მე ჩემი კითხვა არის მაინც მოდი აი ჩემი კითხვა არის ესეთი რომ ანუ შენ ამბობ რომ ამ სისტემით პარტია უეჭველი მოუგებს თქვათ არსებული ტრადიციული სისტემით მოქმედ პარტიას რა ამას ამბობ მე არ ვამბობ რომ უეჭველი მოუგებს მაგრამ იმას ვამბობ რომ მას ექნება მზარდი და საბოლოო ჯამში მოუგებს მას ექნება მზარდი განვითარების საშუალებები. თვითგანვითარებადი სისტემა, ანტიმყიფე სისტემაა რა, ეგ არის მთელი ამის იდეა. და მეორე იდეა, კიდე ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, ბოდიში კახა უკაცრავად. ეხავე, ანუ ამ სისტემის იდეა რა არის, რომ ჩვენ წარმომადგენლები, სანამ ისინი წარმომადგენლები გახდებიან, ნომინანტებიც კი იძულებულები არიან ემუშაონ თავიანთ ამომრჩევლებს. ემუშაონ არა მარტო ერთჯერადად, არამედ სანამ მოხვდებიან შესაბამის პოზიციაზე და მერეც, იმიტომ რომ მერეც ხომ მოდის არჩევნები.
ამიტომ მან თუ გაუყალ რაღაცას დაპირდა და არ შეუსრულებს, მე შემდეგ არჩევნებზე ამას არ დაუვიწყებს მისი ამომრჩეველი, როგორც არ დაუვიწყა ევროპულ საქართველოს ამომრჩეველმა რა. უბრალოდ აღარ მისცეს ხმა და დარჩენ ისე მე მიღმა ყალანის მიღმა, ხო? ანუ ის მუშაობს, ნახეთ საქართველოში მუშაობს ეს. სულად დამახინჯებულად, მაგრამ ამომრჩეველი მუშაობს. ამომრჩეველი თავის არჩევანს აკეთებს. ამიტომ ეს ამის თქმა მინდა რა, რომ ეს პლუსი აქვს. იგივე ამერიკა რო ავიღოთ, ნახეთ ის სამომრჩევლები, ის წუთილები, რომელზეც ტრამპი მოვიდა, რეალურად არსებობდა. რედნეკების ეს შიშები, ფობიები არსებობდა. მე ყველამიც არ ვარ რბილად რო თქვა იმის ფანატი ტრამპის და მისი ამომრჩევლების მით უფრო. მაგრამ ჯობია რომ სისტემაში ხარვეზები გამოჩნდეს, ვიდრე ის მერე გასკდეს. მიწისქვეშ და მილები, ის მილები გასკდეს რა უხილავად. ანუ სიმსივნე ჯობია გამოჩნდეს. და ის რომ პრაიმერი რო არ ყოფილიყო და ჩვენ გვახსოვს პირველი 2016-15 პრაიმერში, რესპუბლიკურ პრაიმერში, რესპუბლიკური ელიტა და აქტიური ლიდერები რესპუბლიკურ პარტიის ცნობილი ავტორიტეტები აქტიურად წინააღმდეგები იყვნენ ტრამპის. მაგრამ ამომრჩეველმა ელექტროლურმა პრაიმერში ამომრჩეველმა მაინც ტრამპს მისცა ხმა. და ამით ასე ვთქვათ, ეს წუთილები ზევით ამოვიდა, უხილავი წუთილები, რომელსაც ვერ კიდე ფუკუიამა 90-იან წლებში წერდა, ნდობა აქ დიდი ნატესა, წიგნი საინტერესო, ამაზე წერდა, მაგრამ არ აქცევდა პოლიტიკური ესტაბლიშმენტი ამას ყურადღებას, პებოდა და ეს განგრენა, ასე ვთქვათ, იზრდებოდა რა და კარგია რომ ამოვიდა. ნუ ამიტომაც მომწონს მე პრაიმერი რა ის ამ ტკივილებს წინ წამოიღებს და ის პოლიტიკურად უნდა განკურნო და არა მისი მიჩუმათებით რა. ბოდიში ახას. დავით, მე ასეთი შეკითხვა მაქვს. ესე იგი, რეკრუტირებას რაც შეეხება პარტიის წევრების. აქ როგორ ხდება საერთოდ რა პრაქტიკა არის, ვისაც უნდა ისწევრიანდება პარტიაში თუ ვინც დაუშვათ უბრალოდ მივედი და ვეთანხმები ამ პარტიის მიზნებს და პარტია უარს ვერ მეუბნება, აუცილებლად უნდა მიმიღო, ანუ აუცილებლად მიიღებს თუ რამე დისკრეცია აქვს მიმიღოს არ მიმიღოს და რატო? ეხლა ეს შეკითხვა კიდე რაიდან მდგომარეობს. დაუშვათ და შენ შექმენი პარტია, რომელიც ხო და ხართ დაუშვათ 1000 კაცი, ნუ თუ გინდა ხო 1000 კაცი ხართ ეხლა ამ პარტიაში, 500 კაცი თუ გინდა, ხო? და მე მოვედი ჩემი 500 კაცით. უბრალოდ 700 კაცით მოვედი მე, გავწევრიანდი და შიდა პარტიული დემოკრატიით წაგართვი პარტიის მმართველობაც, ბორდიც, კანდიდატების დასახელების უფლებაც და ყველაფერი წაგართვი, იმიტომ რომ შენ იყავი 500 და მე მოვედი 700-ით და გავწევრიანდი 700 კაცით. ანუ ეხლა ეს ძალიან ისეთი, რა ქვია, უტრირებული შემთხვევაა, მაგრამ კარგი მაგალითია. რას ნიშნავს ეს აი ეს მინდოდა პირველი შეკითხვა, ხო? მეგობრებო, ეკრანზე ჩანს ეს დიაგრამა? იყო ჩემი ხმა გასაგები? კი, დიაგრამა ჩანს. არ ჩანს არადათა. ოკეი. აი, მოკლედ ზეპირად უსმაში. ესე იგი, კახა, კი, იყო გასაგები, ნახე. მოდი ესე შევხედოთ პლატფორმას, ჩვენ ვლაპარაკობთ პლატფორმაზე და პლატფორმის შიგნით ფრაქციებზე. ანუ მიკრო პარტიებზე პლატფორმის შიგნით, ხო? აი, როგორც რესპუბლიკური და ის რო თქვი, დემოკრატიული ამერიკული პარტიები. ანუ შენ გაქვს რაღაცა პლატფორმა და ამის შიგნით არიან მიკრო პარტიები, პირობითად დავარქვათ ფრაქციები. მე რომ მოვიდე, ანუ პლატფორმასაც აქვს თავისი მანიფესტო. მე თუ ამას ვეთანხმები, ვადასტურებ, ვეთანხმები, შესაბამისად პრინციპში ჩემი გადამოწმება ძალიან გაგიჭირდება. ხო, ნუ აქ სოპებში კი მიწერია არსებობს არბიტრაჟი, რომელიც ეთიკური დავების შემთხვევაში განიხილავს საკითხებს რა. მათ შორის მე რომ რაღაცა მოგატყუეთ, ვეთანხმები და მე იქ რაღაცა, რა ვიცი, ლიბერალური ის არის და იქ რაღაც ნაცისტურ რაღაცებს ვიძახი, რადგება ეს საკითხი ამ არბიტრაჟზე, ეს განიხილავს და მე ამ უფლებას დავკარგებ. ევროპის უფლებას. მაგრამ მე შემოდივარ იმაზე, პლატფორმაზე, ოღონდ პლატფორმიდან მე რომელიღაცა ფრაქციაში უნდა აღმოჩნდი, ან არსებულ ფრაქციაში
ან შემიძლია ჩემი ფრაქცია გავაკეთო რაღაცა პროცედურების დაცვით. თქვათ მოვიდა იყო ერთი ფრაქცია 500 კაციანი, ვიღაცა 700 კაციანი მოვიდა. ეხლა წარმოიდგინე, შენ თუ საკუთარ პრაიმერში უკვე გამარცხებს ვიღაცა, ну ჯობია რომ საერთოდ არ შეხვიდე იმაში, დიდ არჩევნებში რა. ანუ და სხვა რამეს მოკიდო ხელი. მივხვდი რას ვამბობ, ანუ ერთ-ერთი ეგეც არის და ოღონდ შენ ფრაქციაში ის შეიძლება არ მიიღო. ის თავის ფრაქციას აკეთებს იმ წესების დათქმით, იმ წესების დაცვით, რომელიც დათქმულია. მაგრამ ეგ არის კონკურენცია რა პოლიტიკურად უნდა ისქნა, მაგრამ თუ ეხა ის იტყუება манифест მოვაწერა ხელი და იმ манифესტის საპირისპიროდ მოქმედებს, რამდენიც არ უნდა იყოს არსებობს ეს არბიტრაჟი, რომელიც განიხილავს რა ვიცი სასამართლოსავით, ნეიტრალური სანდო ტიპებისგან, რომელიც განიხილავს იმის საკითხს, გინდა 700 იყოს და გინდა 700.000, ისინი თუ ამ ეთიკის კოდექსს და манифესტს ეწინააღმდეგებიან, გაირიცხებიან. მაგრამ ხო გეუბნები კონკურენციაში თუ გაჯობა, ну ეგ არის რა, ანუ წარმოიდგინე გარე კონკურენციაში რამდენად წააგე. თუ მეუბნავდნენ ხომ ეგ ხო შეიძლება სუსმა გაზარდოს შემოყაროს აგენტები. კი ბატონო, შეიძლება შემოყაროს და აგენტები აქ თუ შემოგიყარა რაღაცა გაურკვეველ პრაიმერზე. წარმოიდგინე რა სიზოს მათ ჩვეულებრივ არჩევნებში ხო წაგიგია ხო? და ის რომ მოდის ფიზიკურად შენ რაღაც პრაიმერში ვიღაცები მოდენ, მიდი მე არ ყვიონ ხა ეს უკვე კარგი ის არის რა კომუნიკაციის არქიც არის ამას რომ იღებ და აჩვენებ რომ ამდენი ხალხი მოვიდა თუნდაც იყოს სუსი იქ 1/13 2/13 თუ გაჯობა მართლა ესე ყოფილა და 1/13 რო იყოს სუსი ხა საბოლოო ჯამში არის ის რომ იქ უკვე ასე ვთქვათ როგორც იტყვიან კარწინკა უკვე ისეთია რომ შე რაღაც სერიოზული ძალა ხარ რაც ასევე შენზე მუშაობს ამიტომ რა ურჩევნია კიდე საკითხავია იმას ხო, ესე იგი, შიდა პარტიული დემოკრატიაო რო ვიძახით, ჩვენ მე ახლა კანონს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ჩვენი ეგ კონსტიტუციაში წერია შიდა პარტიული დემოკრატია, მაგრამ კანონში გვიწერია, სავალდებულოდ გვიწერია შიდა პარტიული დემოკრატია, მე არ მახსოვს ეგეთი რაღაც. თუ არ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ წერია კი რაღაცები, მაგრამ ნუ აი ხო გეუბნები სრულიად სამართლიანი დეტალები, რაღაც არის არჩევითები, ყრილობა რომ უნდა იყოს, ყრილობა რომ წესდებას იღებს, რაღაც კითები არის. რომლებიც რო აიღო იზოლირებულად, სრულიად ნორმალურია რა იქ ვერ იტყვი რომ რომ მომცენ კახა და მითხან რომ აბა დიდი ხა ისქენი რა ქვია. გაასწორე რა ვიცი. ან არც არაფერი იქნება, ან რაღაც ბევრიც არაფერი იქნება ჩასასწორებელი. ანუ ეხა მე ვლაპარაკობ პლატფორმაზე, ანუ ეს პრაიმერი არის უფრო მეტად პლატფორმა, როგორც გითხარით, ხო, ამერიკაში ბევრი პარტია, მათ შორის ეს პარტიები მე შედიან ხოლმე ამ პრაიმერებს, ამ პლატფორმებზე შედიან ხოლმე რა, ანუ ეს ისინი რა ქვია, ფრაქციები, მე ფრაქციებს ვეძახი ამ პლატფორმის შიგნით. ან კლუბები, ესენი პრინციპში არის დაახლოებით App Store-ი რო წარმოვიდგინოთ აპლიკაციები. რომელიც ცდილობს გამოიყენოს პლატფორმის მიერ მოზიდული მომხმარებლები იმისთვის, რომ თავისი პროდუქტი, თავისი სერვისი უფრო მეტზე მიაწოდოს, უფრო მეტს მიაწოდოს რა და უფრო წინ წაიწიოს. იგივეა რა, აქ უბრალოდ სინერგიით თქვენ ერთმანეთს აძლიერებთ ეს პლატფორმა და ეძლევა საშუალება ფრაქციებს ამ უკვე სინერგიულ ველში რაც შეიძლება მეტი მომხრე გაიჩინოს და ნაკლები ენერგია დახარჯოს მოზიდვაზე რა ანუ უკვე რაღაც დამატებით მოზიდვაზე იმუშაობს და არა უკვე მოზიდული რაღაც ნაწილი და პლუსილობს იქიდან ვიღაცები თავისკენ გადმოუყევანოს და პლუს ახლების შემოამატოს და გააძლიეროს ეს და საბოლოო ჯამში სინერგიულად ყველა იგებს. დავით კიდე რომ დავაზუსტო შეკითხვა, ესე იგი პარტიას შეუძლია თუ არა უარი უთხრას ადამიანს გაწევრიანებაზე, რომელიც აკმაყოფილებს წესდებაში გათვალისწინებულ პირობებს და ეს სამართლებრივად გასაჩივრებადი თუ არის, ეგ არის საინტერესო. მე მგონი ეხაც უარს ვერ ეტყვი, დისკრიმინაცია იქნება. დისკრიმინაცია იქნება. ანუ მე თუ ყველაფერს ვაკმაყოფილებ, დისკრიმინაცია იქნება, მაგრამ მე თუ განაცხადი გავაკეთე, რაღაცებს დავთანხმდი და მე აღმოჩნდა რომ სხვა რამებს ვაკეთებ, მე უკვე ეს არის რა. წინაპირობებში რომ ჩაწერო მაგალითად რეპუტაცია და უთხრა რომ შეეძმაო რეპუტაცია არ გივარგაო რომ უთხრა. და რეპუტაცია რომ ჩაწერო რეპუტაცია. ნახე რეპუტაცია პოლიტიკური აქტივობისთვის ძალიან ფარდობითი რაღაცა, ანუ ისეთია რა, ანუ
ჩვენ შეიძლება სისხლის სამართლის დამნაშავეც იყო მხილი გაქვს და რა. ხო. უბრალოდ შეიძლება რაღაც პოზიციაზე ვერ იყო არჩეული, იმიტომ რომ კანონმდებლობა გიგზავნოდეს, მაგრამ არა პარტიას ეგ არჩეულია. დისკრიმინაცია იქნება აპრიორი. მაგრამ მე რო პარტიას ვხვდი, მე ხო ხალხის მოზიდვა მინდა და შენ თუ რეპუტაცია არ გივარგა, რატო უნდა მიგიღო პარტიაში? და რა უნდა ანუ თუ იმას რეპუტაცია არ აქვს და ხალხი არ ენდობა, შენი ფრაქცია იმის ფრაქციას აჯობებს და ეგ არის. ეგ შიგნით ხდება მერე? ხო, მაგას ვამბობ, ანუ რეალურად წევრობა ამერიკულ იმაშიც ახლა წევრობა არ არის რა, რეალურად. არანაირი წევრობა არ არის. ეგეთი შემთხვევა იყო 2016-ში იყო, ერთი აზერი ბიჭი იყო, გიორგი ვაშაძესთან რო პარტია გავაკეთეთ და ნუ რაღაც საშინელებს იძახდა ეს ტიპი და იქ არ ქონდა გარიცხვის მექანიზმი, იმიტომ რომ ნუ თვითრეგისტრაციით იყო. ნუ ბოლოს მოკლედ ეს რაღაც ბორდზე იყო გადაწყვეტილება და ნუ საჯაროდ აირიცხა, იმიტომ რომ რაღაც ხალხმოძულო რაღაცები დახსნა. ხო და ნუ ოკეი, ანუ ეგ გააქვს რა, ანუ ეგეთ რამეს რა გაქვს, ოღონდ შენ კი არ იღებ, სასამართლო იღებს. იმ შემთხვევაში მაშინ ეს არბიტრის ის არ მქონდა გათვალისწინებული, აფიქრი არ მქონდა და იქიდან იმ გამოცდილებითაც დავამატე ეს არბიტრი რა. ეს არბიტრაჟი იღებს ამ გადაწყვეტილებას რა, რომ ეს ეწინააღმდეგება ეთიკის კოდექსს და მორჩა. ეხლა თუ პროსტატ ეს არის რა ვიცი, ნუ ცუდი ტიპია, ზოგადად ცუდი ტიპია, მაგრამ ნუ არ არღვევს რა ეთიკას იმაში სმა და ნარკომანიულ დამოკიდებულება, შეუულია ჩაწეროს. ხო, გასაგები. დისკრიმინაციული არ იქნება ნაციონალურ კანონმდებლობასთან, თორე. ხო, აი ეგეთი ნიუანსი თვითონ შეუძლია ჩაწეროს ყველაფერი ეთიკის კოდექსში რასაც ჩათვლის საჭიროდ, რომელიც არ იქნება კანონმდებლობით დისკრიმინაციული. აჰა. რატო მაგალითად აი პლატფორმები. აი ქრისტიან დემოკრატთა კავშირი შევქმენი, მაგალითად მოვიდა ტიპი და მუსლიმანია რელიგიით და უარს ვერ ვეტყვი? ქრისტიან დემოკრატების პარტია ვერეტყვი და მუსლიმანი მოვიდა პარტიაში და უარს ვერ ვეტყვი? ვერეტყვი. სასამართლოში გიჩივლებს და მოგიგებს ყველა ვარიანტი. აი, საინტერესოა, იმიტომ რომ ხო, ნუ საინტერესო თემაა. იმიტომ სეკულარული ჩემთვის ახალი თემაა და იმიტომ არ მიფიქრი აქამდე და იმიტომ. ოკეი, კარგი. ნუ წესით ვერ უნდა მოგიგებს რა წესით, ანუ მე ვიცი კიდევაც როგორ ანუ სეკულარული ის არის ამ შემთხვევაში ქრისტიანობა აღიქმება როგორც ღირებულებადი ნაწილი და არა როგორც რელიგიური კუთვნილება, იმიტომ რომ შეიძლება ათეისტიც. საინტერესო. კი ბატონო. ანუ დათა რას ვთავაზობ შენ რომ კონსტიტუციაში ამის შესახებ საერთოდ არაფერი არ ჩაიწეროს და დარჩეს უბრალოდ ზოგადი დებულება რომ უნდა იყოს რაღაც ვერ ვხედავ როგორ უნდა ჩავწერო. ანუ არ მაქვს ფორმულირება. ოკეი. ეგ პრობლემა მაქვს. ანუ ეს მოდელი რომ დეტალურად გავწერო იქნება ჩემის აზრით, შემბოჭველი, შეიძლება უფრო კარგი გამოჩნდეს. ანუ მე ეს მომწონს ვასილ, მაგრამ არ მომწონს თუნდაც ის რაც მე მომწონს შებოჭოს ხების მოდელები. ესმის, ანუ ჩემი ფილოსოფიური დამოკიდებულება ეგეთია. ოკეი. ეხლა რაზეა საუბარი? საქართველოს შემთხვევაში, ხო? აუცილებლად გასათვალისწინებელია იმისი ალბათობა, დიდი ალბათობა, რომ მოხდება მიტაცება. ან ამის ცდელობა. შესაბამისად უნდა გადავწყვიტოთ, ხო? რა ჯობია რომ ამხელა თავისუფლებები მივცეთ, თუ რაღაც შემბოჭველი გარდრეილები გავაკეთოთ და არ დავრჩეთ ასე ვთქვათ wishful thinking mode-ში რა. ეს არის ეხლა მე რო გისმენ რომ to be honest, ხო? რაც wishful thinking არის რომ პარტიებმა ასეთი მოდელები უნდა განახორციელონ, იმიტომ რომ ეს ამორჩევლისთვის უფრო კარგია და რაღაცნაირად იმის წარმოდგენა რომ ზოგადი კანონმდებლობა ამ ყველაფერს დაიცავს. და ეს competition ერთმანეთში და შიდა ფრაქციული წესები და ასე შემდეგ იმისგან გამომდინარე რომ ეს ჯერ ერთი იცავს ადამიანის არჩევნის უფლებას, ეს მეორე ის რომ თქვა პარტიას რატომღაც არ უცდია ესეთი განხრა, ესეთი დემოკრატიული შიდა არჩევნები და უბრალოდ ეს კარი ჯერ არ შეუღია. თითქოს მათ ამის შესახებ არ იცოდნენ, რომ შეეძლოთ ამომრჩეველი ასეთნაირად გადმოებირებინათ და უბრალოდ არ უცდიათ ეს. I think this is wishful thinking არის რა. მე ასე უყურებ ამას. მაგრამ თუ მაინც ასე ფიქრობ, რომ ესეთნაირი მიდგომაა საჭირო,
იქნებ შენს რომელიმე მოდელში ეს ნაწილიც ჩაწერო, რომ კონსტიტუცია არ შეიცავს ამ შემბოჭვალ მექანიზმებს, რომ შემდეგ ამან მოგწეს საშუალება, რომ შედარებები გავაკეთოთ. მაგალითად თუ არ მეშლება ისრაელში არის აკრძალვა რომ ერთ და იგივე ტიპი ორ პრაიმერში ორი პარტიის პრაიმერში ვერ მონაწილეობს. ანუ ამდაგვარი ისინი შეგიძლია კონდეს. თუ პრაიმერი აქვს პარტიას, მაშინ ესეთი შეძლებლობები იყოს. ანუ ეს სანახავია. ანუ ჩასაწერია მაგრამ როგორ არის? ამერიკაშიც არის შტატები. ანუ კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს, უფრო კანონმდებლობის დონეზეა ხომ. პარტიული კანონმდებლობის დონეზე, პოლიტიკური გაერთიანებების კანონმდებლობაში არის ხოლმე, შეიძლება იყოს ეს ასახული. ეგ ერთი და მეორე პარტიებს აქვთ, მოკლედ მანდ არის ხოლმე ეკითი რაღაც. ერთი რომ მაინც ეს მოდელები არ იცნობდნენ, მე ვისთანაც მქონდა შეხება, წინასწარ ვაფრთხილებდი ეგეთ რამეს, რომ ამ შემთხვევაში თქვენ თქო, ვეღარ გაურიგდებთ ტიპებს. ვიღაცა, ანუ ესენ თქვენ არ მოგორჩილებია. ესენ თქვენი სტაფერები აღარ იქნებიან. და თუ გინდათ მეთქი გავაგრძელოთ, ანუ როცა მთავაზობდნენ რამდენიმე პარტიის, რამდენიმე როცა პარტიები იქნებოდა, მთავაზობდნენ რომ დავხმარებოდი ორგანიზაციულ აწყობაში. მე ვეუბნებოდი რომ იმ შემთხვევაში მოგიხმარებით თუ პრაიმერს გააკეთებთ, ოღონდ პრაიმერი ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ გაქვთ ოქროს აქცია და ესენ დიდი ალბათობით თქვენ დაკლოზე არ იცეკვებენ, იმიტომ რომ ესენი თქვენი სტაფერები კი არ არიან, ეს არის სტარტაპების ეკოსისტემა. იმ ტიპმა რო აიღო პასუხისმგებლობა თავისი ამომრჩევლისგან, იმ ამომრჩევლის შენს გამო ვერ გადააგდებს, იმიტომ რომ ამ სისტემაში შემდეგ არჩევნებზე შენ კი არ სვავ სიაში, იმან უნდა ჩასვას. ამიტომ შენ ნათქვამსა და მისი ამომრჩევლის პოზიციაში შორის თუ სხვაობა, შენ არ დაგიჯერებს, ეგ იცოდე თქო და იმის შემდეგ არც არავინ მიკავშირდება ხოლმე. აი, ანუ აღსრულების პრობლემაა ერთი. ანუ ეს ამდიჯერ მევცადე და მეორეც ერთი ის არის რომ კიდე მეორე იყო პირდაპირ მეუბნებოდნენ ხოლმე რომ მაგას არ გავაკეთებთ რა, იმიტომ რომ დავკარგავ გავლენას. ანუ ვიღაცები ღიათ, ვინც ახლობლები არიან და ვიღაცები უბრალოდ აღარ აგრძელებდნენ ხოლმე საუბარს. იქნე მოტივით. მე მიდგომაც ეს არის რომ ეს ადამიანები, ეს პარტიები თუ რაღაც ძალები ნებაყოფლობით ამ ძალაუფლებას არ გადასცემენ ხალხს. აი, უბრალოდ შანსი არ არის. შესაბამისად, ეს ჩარჩოები უნდა დადგეს, ეს გარდრეილები უნდა დადგეს გარედან. აი, ეგ პრობლემაა რა, რომ ვასილ, ბოდიში მე რაც ეთქება გამომრჩა. ეს ის კი არა რომ ამომრჩევლებისთვის არის მარტო კარგი. ეს არის კარგი პოლიტიკური ძალისთვის, თუ იმას გამარჯვება უნდა. იმიტომ რომ ამით ბევრი თვით დაინტერესებული, ანუ ეს ტიპი, რომელიც თქვა ფრაქცია, რომელიც ხალხთან გადის, საერთო ბრენდსაც აძლიერებს. და ის დაინტერესებული ნახეთ თუ რა ქვია, კოორდინატორების სისტემაში, ხო, იმ ეხანდელ სისტემაში როგორ არის. ეს ავათარები მოიყვანს, ლოიალისტები არიან, მაგრამ მათ არანაირი სოციალური ელექტრონული კაპიტალი არ აქვს. შეიძლება ცნობადი სახეები კარგ ლაპარაკობენ ტელევიზიებში რაღაცა აქეთ-იქით, მაგრამ ელექტრონული კაპიტალი არ აქვს. რა ისინი ვერავის ვერ მოიზიდავენ. ამისთვის არის მე ეს კოორდინატორები. ეს კოორდინატორები მე დადიან და ამათვის ეზიდებიან ამ ხმებს. კარგი კოორდინატორია, ვინც კარგად ბევრს მოზიდავს, მაგრამ ამ კოორდინატორის მთავარი მოტივი არის ფული. ამიტომ ის ადვილად იყიდება, ძვირიც აღირს, კარგი. და ადვილად იყიდება. ძალიან ცოტა არის, რომელსაც აქვს ლოიალობა. ეხლა რო შევიდა ერთ-ერთი პარტია რო იძახდა პარტიული ინფრასტრუქტურა ჩამომიშლება, მაგიტო იძახდა. იმიტომ რომ ეს კოორდინატორები გაიფანტებოდნენ. სხვა პარტიები აიღებდნენ ამ კოორდინატორთა ქსელს და გონია რომ ქსელი აქვს იქ. გონია რომ იმ ქსელს დაკარგავდა თუ არჩევნებში არ შევიდოდა. და ამ პრაიმერის შემთხვევაში ეს თითოეული ფრაქცია თავის თავზე მუშაობს. ის მუშაობს რომ რაც შეიძლება მეტი მომხრე მოიზიდოს თავისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში აძლიერებს ბრენდს. მათ შორის იმასაც კი ვისაც კონკურენციაში შედის, იმიტომ რომ ამან შეიძლება 50% აიღო ყველა ათეულში. მაგრამ ვიღაცამ ერთი მიეთედი, ერთი კაცი რო გაიყვანა, იმანაც ისიც კვაყოფილია რომ ამან მოიზიდა. და პლუს მეორე იმ ერთ მიათედსაც მოყავს
ვიღაცა, ვინც აძლიერებს ამ ბრენდს. ანუ შენ თვითონ თქვი data ახლა, შენ თვითონვე თქვი, რომ შევთავაზე მათ იციან ამის შესახებ და უბრალოდ უარი თქვეს. ანუ ნებაყოფლობით არ ისინი შემიხმა თუ გაითიშე. ხო, ახლა გვესმის. გაიგე ჩემი, რა ვთქვი? ეს იყო რა ქვია. კი, არა, ვერ გაიმეორე რა ბოდიში. ხო, ანუ შენ როგორც თქვი, შენ შესთავაზე ამ მოდელის შესახებ, როდესაც დრო და საშუალება ქონდა, მათ იციან ამის შესახებ და უბრალოდ ჩათვალეს, რომ ეს ნებაყოფლობით გასაკეთებელი საქმე არ იყო და არ გამოყვნენ ამ საკითხზე. ანუ ეს კიდევ იმას ამტკიცებს, რომ ნებაყოფლობით ისინი ამას არ გააკეთებენ, თუ რაღაც ან კონსტიტუციური, ან სხვა მექანიზმები არ არსებობს, რომელიც მათ აიძულებს, რომ ესე გააკეთონ. სწორედ გავიგე, ესე თქვი? ხო, მაგრამ კი, არა, იმიტომ რომ კი არა, რომ არაფერი არ აიძულებს. ხო, არაფერიც არ აიძულებს, მაგრამ როცა რაღაცა ის მაინც მოიფიქრებენ, როგორ გაძრონ, ეგ არ არის დამცავი, ანუ კანონში დეტალებს, რა ვიცი, არ მჯერა, რომ თქვა მარტო ეს მოდელი უნდა იყოს, ხლები, ანუ დეტალებში იმალება ხოლმე ბევრი რაღაცა რა. და კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს. გახსოვს წინა იმაზე ქონდა ამაზე საუბარი, რომ თუ იქნება ლისტები და ლისტებში იქნებიან პოპულისტები, ეს ფანი არ იყო, ეს უბრალოდ ესე გამოვიდა. თითქოს გაილექსა, მაგრამ პოპულისტები რომ არ დაუშვათ ამ სისტემაში, ამისთვის რა გარანტიები არსებობს აი ამ სისტემაში ახლა შენ რაც თქვი პრაიმარების შემთხვევაში, იმიტომ რომ ვიცი რომ ამასთან ქონდა ცოტა ასეთი ნეგატიური შეხედულება, ისევე როგორც მე, უბრალოდ მე ცოტა სხვანაირად უყურებ ანუ ცუც და იმაზე უფრო უარეს სიტუაციებს და ამ შემთხვევაში პოპულისტების როლი როგორ იზღუდება ან არ იზღუდება? Westminster data მომცადე ხო არ არის კარგი ისა connection. Thanks artsmis. აი მეცემს შემოვიდეს. ასე ბოდიში პრობლემა იყო იმის, რა ქვია. შეკითხვა თუ მობილური შემოვიდა. ვერა თუ შეიძლება ერთხელ გადმოვერთიებინოს. Okay. პოპულიზმზე ვსაუბრობდი ამ სისტემაში და სხვა სისტემებში, მეც არ მაქვს კარგი წარმოდგენა პოპულისტურ ლიდერებზე და მათ ნომინაციაზე, ხალხის მიერ დასახელებაზე, არჩევაზე და ასე შემდეგ. ჩვენ ადრე გქონდა საუბარი იმაზე, რომ თუ პარტია წარმოადგენს რაღაცა ლისტს, შეიძლება მე-5-მე-6 ადამიანი იდეაში თუ კარგი პარტია არ იყოს აბსოლუტური ლოიალისტი და იყოს რაღაც უფრო ტექნოკრატული მიდრეკილებებით და ნაკლები პოპულისტური ან პარტიაში შეასრულებს რაღაც როლს როგორც მთელს პაკეტში თუმცა მეორე მხარე ამ ყველაფრის ის არის რომ შეიძლება ყველა ლოიალისტი იყოს ტექნოკრატის ჩათვლით რომელიც რომ ასეთი ტექნოკრატი უფრო უარესი შეიძლება იყოს სისტემისთვის რომ ადვილად ჩამოშალოს ან ჩამოშლაში დაიხმარიოს პოპულისტმა ასეთი ლოიალისტი ტექნოკრატი და ნუ ყველაფერს თავისი პლუს მინუსი აქვს და მინდა მაინტერესებდა რომ მეკითხა რომ აი ამ შემთხვევაში როდესაც პრაიმარებზეა საუბარი პოპულისტების შეზღუდვა ამ პირიქით წაქეზების საკითხები როგორ გაქვს შენ დანახული აქ გვაქვს ლოიალისტები არიან ლიდერის გარშემო ხო ერთი ლიდერი და ლოიალისტების ჯგუფი. თქვა მაგივე ტექნოკრატი ლოიალისტები. იქიდან გამომდინარე რომ ამ მოდელში როცა ფრაქციული სიებია ერთმანეთთან კონკურენციაში, ანუ ერთი პლატფორმა, პოლიტიკური პლატფორმა სანამ გავა, სანამ სია ფორმირდება, ჯერ არის ფრაქციებს შორის პრაიმერი, ინტერფრაქციული პრაიმერი, ხო? უკვე ვიღებთ მინიმუმ რამდენიმე ლიდერის მიერ ფორმირებულ სიას, ხო? იგივე დამცხად ერთი ლიდერის გარშემო არ არის ეს. უკვე ისია ჩემი წარმოდგენით სამი ჯგუფი მაინც იქნება ხოლმე, სამი ფრაქცია მაინც იქნება ხოლმე ჩართული. ანუ უკვე დეცენტრალიზებული არის და მათ მოუწევთ რაღაცა გარკვეული და
რაღაც დისკუსიებში ყოფნა, იმიტომ რომ რამდენიმე ჯგუფი არის ჩართული. რადგან ჯგუფებია წარმოდგენილი, განსხვავებული ჯგუფები, აი ამ რაღაც თქვა ვერტიკალის შეკვრას ხელს უშლის. აი რაც ჩვენ რასაც ხედავთ ხოლმე, იგივე ევროპულ პარტიებშიც არის ხოლმე რა, ანუ სხვადასხვა ჯგუფებია შეგნით არაფორმალიზებული, იქ ოღონდ აქ ფორმალიზებულია ეს ფრაქციები პრინციპში, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში არიან ხოლმე. ხო თქვა დღეს მერცი იყო კონკურენტი. აი ჯგუფი ხომ არსებობს კიდევ ფრაქცია და ამ ფრაქციაში ეს ნომინაცია როგორ ხდება, თქვა თუ ფრაქციაში თვითონ პარტიის ფრაქციაში კლუბებს შორის. ვთქვათ 5-6 ადამიანი ამ ლისტის ფორმირებაში ამომრჩეველი როგორ იღებს მონაწილეობას? ისევ პოპულისტური კუთხით თუ ვთქვათ ის ლიდერზეა დაგებული დანარჩენი სისტემა და ის აკონტროლებს თავის მარიონეტებს? მოკლედ, მანდ არის რომ ფრაქციაში არის კლუბები, ხა ჩემ მოდელში არის კლუბები. და ეს კლუბები, სანამ ფრაქციის ჯერ ფრაქციული, აი ხა იმაზეც ნახავდით, იყო ჯერ ფრაქციული პრაიმერი ამ კლუბებს შორის, რომლებიც აყალიბებს, ანუ ამ ფრაქციაში კლუბებია და ეს აყალიბებს უკვე ფრაქციულ სიას, რომლებიც მერე გადიან უკვე ინტერფრაქციულ პრაიმერს. Okay, აი საინტერესო ცოტა ეს აღსაქმელად. მოისმოდა? ხო, გვესმოდა, ხო, აღსაქმელად ცოტა გართულება. აი მატროშკა რო წარმოიდგინო, არის პლატფორმა. მოვიდეს რას თქვი იქიდან. ანუ არის პლატფორმის შიგნით ფრაქციებია და ფრაქციის შიგნით არის კლუბები. რაც უფრო დიდია ფრაქცია, მეტი კლუბი იქნება. და ესენი, ანუ გამოდის რომ თითოეულ ამ ყველაზე დაბალ ელემენტს შიგნით რაც არსებობს, ხო? ამ მოდელში, ну, ჯერ ერთი ის, ოკეი. ну, ასეთ მოდელში, თქვა თუ ასეთი პარტია ჩამოყალიბდა, შიდა წესები ასეთი შემოიტანა, ჯერ ერთი რატომ უნდა გააკეთოს, მაგრამ რომს გააკეთოს? შენამბობ რომ შიდა ნაწილი, ვინც იქნება ყველაზე პატარა ელემენტი, მას შეიძლება რომ ამ მომრჩევლისგან დამოუკიდებლად თავისი სია გააკეთოს იმ ავტოკრატების, რომელიც მას აწყობს? თუ მაინც ამ მომრჩევლზეა დამოკიდებული ამ სიის შექმნა? ну რატო უნდა, ну უმას უნდა რომ მოკლედ მერიტოკრატია თუ უნდა რომ კონკურენტული იყოს, მაშინ ეს უნდა გააკეთოს და ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოს. მაშინ აზრი არ აქვს. მაგას ვამბობ რომ აზრი არ აქვს მაშინ. თუ არის ყველაზე დაბალი ელემენტი, მას შეუძლია რომ თავისი ტექნოკრატები მოიყვანოს და თქვას რომ ეს ადამიანი არ არის მაინც და მაინც ისეთი ფოტოგენური მაღალი კაცი მაგალითად თეთრი თმით და ასე შემდეგ, ვერ ლაპარაკობს საერთოდ, მაგრამ ძალიან კარგად აზროვნებს და მჭირდება. და სხვა რომ დაარწმუნოს სხვა ადამიანები. მოდი ესე ვქნათ. ეს არის ჯერ ყოველთვის არის შეკითხვა და არა მაინც და მაინც ამ პარტიის საკითხი, უბრალოდ რომ შე როგორ წარმოგიდგენია აი ეს კონკრეტული ნაწილი. ხო და ნახე, მაქვს კლუბი. როგორც ფრაქციის შემადგენელი ერთეული. არის ეგეთი რამდენიმე კლუბი. ამ კლუბებს შორის კონკურენციის ფრაქციაში და პრაიმერის გზით არის კონკურენციაში შედიან ეს კლუბები. და კლუბები თუ ძალიან დიდია, შეიძლება იქაც რაღაცეები შიდა ის ქონდეს, რა ქვია, წევრებისგან ხდებოდეს არჩევა, ვინ იქნება კლუბის სიაში. მერე ეს კლუბების სიები ერთმანეთთან არის კონკურენციაში შედიან შიდა ფრაქციულ პრაიმერის დროს. და ეს ეყალიბდება ფრაქციული სია. და მერე ეს ფრაქციული სია გადის კონკურენციაში მისნაირ სხვა ფრაქციებთან ინტერფრაქციულ, ანუ პლატფორმის პრაიმერზე. გასაგები. ანუ პოპულისტები მოვლენ მაინც. ნებისმიერ რატომ მოვლენ პოპულისტები? იმიტომ რომ თუ ამორჩეველი, რომელიც არის უბრალოდ ამ პარტიის ნაწილი, ამ ხალხს უყურებს, მისი წარმოდგენით ეს არ არის ზედნაირად, რომ მაშინ ზეგავლენა ზევიდან ქვევით უნდა წამოვიდეს, რომ თქვას რომ ადამიანი რომელიც არ არის მაინც და მაინც ფოტოგენური და ასე შემდეგ, მე მჭირდება და ის უნდა მან ლიდერმა უნდა აერჩიოს ასეთი ტექნოკრატები და დაარჯეროს თავისი ამომრჩეველი რომ შიდა პარტია. მოიცი, სია ხო იქნება, თქვა მე და შენ შექმნით სია კლუბის რა, ჩვენი კლუბის. ანუ შენი კლუბი, მე ჩემი კლუბი გაქვს და მე მინდა რომ თქვა ადამიანები მყავდეს ამ ჩემს სიაში, თქვა 5-5 რაღაც ასეთი. და მე ამას კლუბზე გამაქვს და იქ შეიძლება იყოს თუ დიდი კლუბია თქო, მაგას ვამბობ.
ამ შიდა კლუბშიც იყოს პატარა პრაიმერი. გააჩნია კლუბის მასშტაბი რამდენი იქნება. ის ადამიანი, რომელიც რომ მე მჭირდება, მაგრამ არ აკმაყოფილებს ფოტოგენურობას, თუნდაც არის სიას წარმოადგენენ, მოკლედ, ანუ წარმოადგენდა ეს ადამიანი ამოიღეთ. არ ხო და ვერ ამოიღებს ამ ადამიანს, ანუ ჩემს სიაში არის ვიღაცები A, B, C, D. გავიყვანე ეს, ანუ თქვა, ჩემნაირი ამ კლუბის, ეხლა მოდით ის ვქნა, წარმოიდგინე თუ დიდი კლუბია. პირველი ეტაპი არის კლუბის სიის ფორმირება. კლუბის სიის ფორმირება ხდება ესე, თუ დიდი კლუბია, იქნება რამდენიმე სია, პრეტენდენტი სია, კონკურენტული სია. მე ამ სიას ვისაც უნდა რა ვიცი თავის შიდა წესებით, ვისაც უნდა ეს რამდენიმე ამ დიდი კლუბი თუ არის, შეიძლება იყოს მცხეთელები გავერთიანეთ გეოგრაფიულად რა მნიშვნელობაა. ზევიდან შიგნითა ნება თუ ქვევიდან ზევიცია. სულერთია სიას ვაკეთებთ როგორც გვინდა სულერთია ვასილ, იმიტომ რომ მე თუ არ გავითვალისწინე ისინი რა ქვია, ერთის მხრივ არ შემოვიყვანი აქ ადამიანები, ვინც მე მჭირდება და პლუს კიდე ვისაც მხარს დაუჭერე. ხო ამ ჩემს სიას ალბათობა იმის რომ მოუგოს მეორე კლუბიში და სიას, მეორე სიას. არის დაბალი, ამიტომ მანდ უკვე კონკრეტული შემთხვევით ის არის. მაგრამ სიებს შორის არის რა, ანუ მე უნდა ერთის მხრივ გავითვალისწინო, ვინ მჭირდება და მეორეს მხრივ უნდა გავითვალისწინო. ჩვენ ამ ჯგუფმა უნდა გავითვალისწინოთ მეორე, ვისაც რაღაცნაირად მხარს დაუჭერს ეს კლუბი, ახლა კლუბიდან გადის, ხო? ამიტომ მე თუ მინდა რომ კლუბის სიაში ჩემი ის რა ქვია, წილი დიდი იყოს, რაღაცნაირად ორივე უნდა გავითვალისწინო, ანუ არც ის მჭირდება რომ მე ყავდეს ის ხალხი რომელიც არ გამომადგება და ვერ იმუშავებს, მაგრამ მეორე მხრივ ბუნებრივია ხო, ანუ კონკურენცია უნდა იყოს ისეთი, რომელსაც რაღაცა ავტორიტეტი აქვს კლუბის შიგნით. ამ კლუბის სიის, ამ კონკურენციაში და კლუბური ფრაქცია ის პრაიმერი წარმოვიდგინოთ, ამ პრაიმერის შედეგად ყალიბდება უკვე ამ კლუბის ვთქვათ სია, აი ამ სხვადასხვა სიების საფუძველზე, ხო, პრაიმერის გზით დავუშვათ. მე ეს კლუბი გადის ფრაქცია. ამ პარტიაში თქვა შეიძლება წარადგინო 10 ადამიანი სულ, გაქვს 5 ადამიანი სამ კლუბში, სიტყვაზე, ხო და 15. ანუ უნდა ჩამოხვიდე, თქვა შეიძლება 15-დან 5-მდე, ხო? ესე პირობითად რო ვთქვათ. რატო შემიძლია თუ რა გააჩნია ზომას თქვა მაგას შეიძლება აღმოჩნდეს რომ საერთოდ ეს კლუბი არის 15 კაციანი თავიდან ბოლომდე რა, მთელი კლუბი არის ამ ფრაქციის შიგნით არის ერთი კლუბი არის 15 კაციანი და 15-ვე ჩაეწერება სიაში ვინმე თუ არა აქვს საწინააღმდეგო, ან რა ვიცი 10 ვისაც უნდა ჩაეწერება და ეს 10 გადის და სიის განრიგი როგორ უნდა ანუ შიდა პრაიმარის იდეა მთელი ის არის რომ რაღაც უფრო დიდი სიიდან უნდა აერჩიო უფრო ნაკლები რაოდენობა ადამიანების, ხო სწორედ მესმის? ახე მე ხო კლუბში თუ კლუბი პატარა არის, 15 კაციანი კლუბი თუ არის, შეიძლება საერთოდ არ მივიღო მეორე კლუბს გავუერთიანდე, რომელშიც ასევე 15 კაციანია და ესე საერთო იმით გავიდეთ. თუ დიდი არის, მაშინ კონკურენცია იქნება. თუ 15 კაციანი შეიძლება 15-ვე დასახელდეს ამ შიდა ფრაქციულ პრაიმერზე 15-ვე იყოს დასახელებული და იქნება კონკურენცია მერე ამ კლუბების სიებს შორის. ოკეი, ანუ მაინც უნდა ჩამოიყვანო რაღაცა X რიცხვი უფრო ნაკლებ რიცხვზე. შესაბამისად იქნება ასეთი შეკითხვა, რომ ამ გაცხრილვაში რანაირად მოხდება იმის ორივე მხრის შენარჩუნება, რომ ერთი მხრივ პოპულისტური ნაწილები დარჩეს, რომელიც რომ სხვა ფრაქციებს შეეჯიბრება და მეორე მხრივ ასევე დარჩეს რაღაც ინტელექტუალური რეზერვი, რომელიც შენ გჭირდება, რომ წინ გაგაჩო იდეოლოგია. მე მოკლედ როგორც ესე აქვე კლუბი დაინტერესებული ვარ, რომ იყოს ჩემი კლუბის ღირებულებების დაცული და ისეთი ადამიანები შევარჩიო, რომლებიც ამ ღირებულებებს დაიცავენ და იმავდროულად აქვთ ნდობა კიდე სხვებშიც, ხო, სხვა კლუბებშიც. აი გარი მთელი იდეა. ანუ გამოდის რომ პოპულისტური ნაწილი და ინტელექტუალური ნაწილი ორივე უნდა არსებობდეს ასეთ პიროვნებაში. მოკლედ არჩევნები ელექტორალური ნდობა არის არჩევნების ნაწილი რა და ახლა ნუ ეგ ის არის რა ქვია, ეგრე ფორმირდება პოლიტიკა. ანუ ელექტორულ ნდობას ეფუძნება. სხვა შემთხვევაში არის კარგი დიქტატორის იდეა, რომ ის იმან იცის, ვინცაც დანიშნოს. ანუ ელექტორული ნდობა არის კი მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომაც უნდა ემუშავოს, ყავდეს გუნდში ისეთები, რომელსაც შეუძლიათ
უბანზეც მუშაობა, შეუულიათ ადამიანებთან კომუნიკაციაზე და ვიღაცები, ვინც აი ამ იდეებს აძლევენ ფორმას და ასიტყვებენ და აუც ეს უკვე შიდა ეს არის საქმე არის. ამიტომ უნდა იყოს ეს ჯგუფი, გუნდი და არა ინდივიდები, თორე წინ წამოვლენ ისინი, ვინც უბრალოდ კარგად ლაპარაკობენ ელექტორატთან. ეგ არის მაჟორიტარული ან ღია სიების პრობლემა. ისინი კარგად ლაპარაკობენ და ისინი მოდიან წინ. ნებისმიერი სისტემის პრობლემა ასე იქნება, რომელიც არის დემოკრატიულად არჩეული. ანუ დემოკრატიულად თუ ხალხი ირჩევს, რაღაცა ელექტორატის დიდი რაოდენობა ირჩევს, ის დიდი ალბათობით ამ ადამიანის ტექნოკრატიულ თვისებებს არ უყურებს. აუცილებლად უყურებს მას როგორც ბომბასტიკ ლიდერს და აირჩევს ისევ აი ასეთ ადამიანებს. ამიტომ არის რომ რაღაც მოდელებში ხო არის ხო მიწერია რომ საჭიროა ამ ადამიანების რაღაც ინტელექტუალური შესაძლებლობების მიხედვით გადარჩევა. ანუ ის თუ იქნება კანონმდებელი, მან უნდა დაამტკიცოს რომ რაღაც კანონმდებლობის გაანალიზების უნარი აქვს და ეს ტესტირების ნაწილი შეიძლება აუცილებელი ნაწილი გავხადოთ რა. ხო, მაგრამ მაგალითად შეიძლება კანონმდებლობას არ ნახე ეგ მაგ შეზღუდვას კვალიფიკაციების დადგენას აქვს სერიოზული პრობლემა, ვინ არის ვოჯდოგების ვოჯდოგი რა, მოკლედ. ანუ მან პრობლემა დგება ეგეთი, რომ ეს კვალიფიკაციები ვინ უნდა შეამოწმოს, იმას უკვე განსაკუთრებული ძალა ირანის რესპუბლიკაში არის ეგ. ანუ სიები გადის ამ ფილტრს. იდეოლოგიურ ფილტრს და აქვთ იდეოლოგიურ ფილტრს გადის, კი, რაღაცა ეს ფილტრის სხვა რაღაცა მომდა ეხლა რელიგიურ ფილტრს რომ გადის და ეს გასაგებია, მაგრამ მე ვსაუბრობ კანონმდებლობის ცოდნაზე. და კანონს ვერ წერს მაგალითად, მაგრამ შეუძლია რაღაც ინტერეს ჯგუფის ის რა ქვია, წუხილების მოტანა. თქვა და მაგალითად შიშიმუ პირების მოტანა, მაგრამ არ ყავს სხვა და მოაქვს ეს ამ ჯგუფის ტკივილები რა და უყურებს ამ ჯგუფს ინტერესების პერსპექტივიდან. მიზმები არ არის აუცილებელი რომ კანონმდებელი იყოს იქ. იცი თუ კანონმდებელი არ იქნება, მაშინ მისი ხმა იქნება ჩაკარგული. მაგაშია მთელი საქმე, რომ ჯგუფმა უნდა შეძლოს ის რომ წარმოადგინოს ვიღაც რომელიც თუ აქვს ამის ინტერესი, რომელსაც შეუძლია კანონმდებლობის გაანალიზება. თუ კანონმდებლობის გაანალიზების უნარი არ გაქვს, მაშინ კანონმდებელი არ უნდა იყო. წერტილი. რატო ერთს ახლა ნახე ყველა კანონმდებლობის მოთხოვნა არის ეგეთი, ტექსტები უნდა იწერებოდეს, კანონები უნდა იწერებოდეს. ჩვენ კანონმდებლობაში ეგ მოთხოვნა არის. კანონები უნდა იწერებოდეს ისე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მისი გაგება, ვისაც ტექსტის გაანალიზების უნარი აქვს. ანუ აი ერაზეა საუბარი. ერაზეა საუბარი. იმიტომ რომ თუ დაწერა არ შეგიძლია, მაშინ დაწერა არ მჭირდება, მე შეიძლება მყავდეს ერთი ამ ჯგუფში ერთი ვისაც შეუულია მომისმინოს და ეს გადაიტანოს იმაში რა ქვია. საკანონმდებლო არ მჭირდება რომ ყველა ჯეფერსონი იყოს, ხო, იქაც ახლა კონსტიტუცია დაწერა, ორმა კაცმა დაწერა კონსტიტუცია. სამმა კაცმა დაწერა მარტივი ანალიზის უნარი უნდა კონდეს კანონმდებელს. ეს უნდა იყოს აუცილებელი ფილტრი. ეგ არის სკოლის დამამთავრებელ კლასის, ანუ სკოლის უნარებზეა ლაპარაკი რა. რომლის ესა ომალეში თუ აქვს ვიღაცა შაბარებული, ეგ უკვე გადალახული აქვს. ანუ სკოლის დიპლომი თუ აქვს, ეგ უნდა უკვე გადალახული აქვს რა. ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ ტექსტიდან აზრი გამოიტანოს. რეალურად კანონი ისე უნდა იწერებოდეს, ტექსტიდან აზრი გამოქონდეს. და პლუს თუ რამე სპეციფიკურად ისეთია, ყავს ამიტომაც თქვა ეკონომისტი, რომელიც მეუბნება, რომ ამან რა შეიძლება შედეგი გამოიღოს, იქ იურისტი, რომელიც მეუბნება, რომ ეს ფორმულირება ამას გულისხმობს და შე როგორი ეგრე კი არა ეს არის. არ არის რომ საჭირო რომ ყველა ამ ნიუანსებში ერკვეოდეს, ხო, თქვა, იქ შეიძლება იყოს სოციოლოგი, რომელიც მეამობს, რომ ეს ნორმები და სოციალურ იმპაქტს გამოიწვევს, ვიღაცა რა ვიცი, კიდე რა ვიცი, მეწაღე, რომელმაც რა ვიცი, თავის პერსპექტივიდან, იმიტომ რომ ეს თქვა ამ ჯგუფზე მუშაობს, ამ შიშიმუ პირების ინტერეს ჯგუფზე მუშაობა, იცის იმათვის ეს რა შეიძლება იყოს საზიანო თუ პირიქით ინსენტივი. ოკეი, მე მეტი შეკითხვები არ მაქვს. ეხლა არ ვიცი, შოთა შენ თუ გაქვს რაიმე შეკითხვები, შეგვიძლია ეს ნაწილი დავამთავროთ და შემდეგ გეგმებზე გადავიდეთ.
შეკითხვები არ მაქვს. ერთადერთი ხარ გისმენდით, ხო? და კითხვებს რაღაცა ანუ რაღაცა მე სულ იმას ვფიქრობ, რომ ფართო საზოგადოებამ კარგად გაიგოს ხოლმე რაღაცეები, მით უმეტეს ისეთი რაღაცეები, რისი გამოცდილებაც ჩვენთან არ არის. ხო და რათა თუ გინდა მოგეხმარები და რაღაცა მარტივი თუ გინდა ანიმაცია ავაწყოთ ან რაღაც ისეთი რა, იმიტომ რომ თუ პარტიები არ თანხმდებიან ამ მოდელს ზოგადად, ხო? შეიძლება პარტიებმა გაითვალისწინონ თავიანთი მომხრეების რჩევები. ხო და იმ მომხრეებსაც რო უთხრათ და დავილაპარაკოთ, თქვათ ამის შესახებ, კაი იქნება რა. უბრალოდ რადგან კიდევ ერთხელ გამოცდილებები არ არსებობს, რაღაცა მარტივი იმით სქემატურად მაინც რომ გავაგებინოთ ხალხს და რავი რაღაცა მასალები ავაწყოთ. თქო, ისეთი შემოთავაზება მაქვს რა. კი ბატონო, დიდი მადლობა. კაი, დავსვით. მოკლედ, ამ ნახეთ, აქ არის, ეხლა გეტყვით, ვინ არის პირველი stakeholder-ი. ეს არის პირველი stakeholder-ი არის როგორც ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის არის ეს ორნახევრიანი ინოვატორები მაქსიმუმ, ხო? რომლებსაც მათი პორტრეტი რო წარმოვიდგინოთ, ეს პერსონა რო წარმოვიდგინოთ რა, მაგაზე მე ცალკე პრეზენტაცია შემიძლია კიდე გაჩვენოთ გიდათ თითეული ჯგუფი მაგ გამოყოფილი. ანუ ვისთვის არის თუ არა მზაობა და რა ჯგუფებია. მოგეთ პირველი ჯგუფი არის ადამიანები, რომლებსაც უნდათ პოლიტიკაში ყოფნა, პარტიულ პოლიტიკაში ყოფნა და როგორც წყალი ეძებენ ასე ვთქვათ ხვრელებს, რომ ნებისმიერი მე შევიდე. უბრალოდ არსებული სისტემები მათ საშუალებას არ აძლევს, ესეც გააზრებული აქვთ, არსებული სისტემები მათ საშუალებას არ აძლევს გარდა დროშის დაჭერისა, რაღაცა კარიერული პოლიტიკურ პარტიული ზრდა განიცადონ. ესენი არიან მოკლედ ისინი, ვინც გადალახეს ფსიქოლოგიურად, აი ეს რომ გადაწყვეტილი აქვთ, რომ პარტიულ პოლიტიკაში უნდათ. ესენი არიან პირველი ინოვატორთა ასე ვთქვათ ჯგუფი. ყველაზე პატარა ჯგუფი. ესენი თუ არ იქნებიან, შენ ვისაც ლაპარაკობ, ის არის ადრეული უმრავლესობა და ადრეულ ხო რა, ანუ მესამე ტალღა არის ისინი რა. იცი რა არის not necessarily რა. იმიტომ რომ ეხლა ვინც არიან თუნდაც შეიძლება იმათაც არ ესმით კარგად რა. იმიტომ კი არა რომ თქვათ არ არიან გონიერი ადამიანები ან ნაკლებად მოტივირებულები არიან. უბრალოდ ანუ ხელშესახები არ არის მაგათთვის რა. მათ გამოცდილებაში არ არსებობს ეს ანუ წარმატება არ უნახავთ და რაღაც და მინიმუმ რაც შეიძლება ვქნათ რავი უნდა დაუღეჭო არ მინდა ვთქვა, მაგრამ რაღაცა მარტივად უნდა გააგებინო ადამიანებს. მე ესე მგონია. ხოთა ამისი ანიმაციური მათაც კი. რა? ალბათ ასეთი ანიმაციური ვერსიები, რასაც ჩვენ საუბრობ, ხო, ესე დაღეჭილი ვერსიები ალბათ უკვე არსებობს. მე ბატონო, თუ არის და თუ ამას ემთხვევა, გავაკეთოთ. ანუ ანიმაციას არ გულისხმობ აი კაცები და ისინი რომ დადიან. გულისხმობ სქემატურად რა, სქემატურად უფრო ანუ რაღაცა ინფოგრაფიკასავით, რომელიც ადვილად გააგებინებს, რომ ნუ რაღაცა ეს არ არის, ვთქვათ რაღაცა ისეთი რა. ნახე, აქ არის მთავარი პრობლემა არის, რომ ადამიანებს მქონეთ იცით გადაწყვეტილი, რომ აი როგორც სტარტაპერებს რა. სტარტაპერის ფსიქოლოგია რა არის? მას აქვს იდეა, რომლის გარეშე ცხოვრება არ შეუულია და ამას აკეთებს. და მზად არის, რომ ამ იდეის გამო ბევრი დროც ჩადოს, ენერგიაც ჩადოს და დამარცხებებიც მიიღოს. მაგრამ მაინც ჯიუტა და აგზელებს. ანუ ამის დეფიციტია. ანუ ჩვენთან არის ამის დეფიციტი. იცი რა არის მესმის დათა და მე ვფიქრობ რომ ეგეთი ადამიანები შეიძლება მოვიძიოთ, თქვათ, ვინც არიან ის არიან რა, ვინც არის ეგეთი ადამიანი, ჩანს ის უკვე, ხო?
მაგრამ ეს პრაიმერი ხო მისი იდეის განხორციელების ერთ-ერთი გზა არის, ხო, ინსტრუმენტია, რასაც აძლევ. ხო და ვერ ჯერა, ვერ იჯერებს ან ვერ ხედავს როგორც ღირებულ ინსტრუმენტს. იმიტომ ნახე, რომ სანამ კლუბები არ ჩამოყალიბდება, შოთა, ანუ პატარა ერთეულები, კლუბები უნდა ჩამოყალიბდეს და მე როცა ეს კლუბები ჩამოყალიბდება და სტრუქტურირდება, მე ეს კლუბები გაიაზრებენ, რომ მათი წონა, ელექტრონული წონა საკმარისი არ არის და შეეცდებიან მოძებნონ, ნახე, პრაიმერი არის უკვე იმ ეტაპისთვის ინსტრუმენტი, როდესაც არსებობს A და B და C კლუბი, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ ერთი რო უნდა პარტიულ პოლიტიკაში, მეორე რომ მათი ელექტრონული წონა საკმარისი არ არის, რომ რამე წარმატებას მიაღწიონ დამოუკიდებლად და საჭიროა სხვებთან თანამშრომლობა და აი ეძებენ მესამე ეს არის მნიშვნელოვანი პრაიმერი პასუხი ამის, ეძებენ მექანიზმს სხვა ჯგუფებთან როგორ შეთანხმდნენ თამაშის წესებზე, რომელიც იქნება სამართლიანი სამივესთვის. ანუ სანამ ეს პირველი მეო და მეორე არ იქნება, იქამდე მესამის საჭიროება არ უდგათ. იმიტომ როცა არის თქვა მაქსიმუმ 15 კაციანი ჯგუფი, იქ შიდა პრაიმერის ინსტრუმენტი მართლა არ ჭირდება, იმიტომ რომ შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ ვინ იყოს სიაში პირველი, მეორე და და ნახე, როდესაც ანუ შენ ამბობთ რაღაცას, რომ ამის საჭიროება უდგებათ, როცა ისინი გააცნობიერებენ, რომ მასშტაბირებაა საჭირო. ხო ესეა, ხო და ახლანდელი მასშტაბირება, ანუ სხვებთან მასშტაბირება, სხვებთან შესვლაც ერთ-ერთი ის არის, მათ სჭირდებათ მასშტაბირება, ანუ ბევრი მხარდამჭერი ჭირდებათ და ეს სხვებთან ერთად იქნება თუ მარტო შიგნით შეძლებენ ამას, ხო? აი მანდ ჩნდება, მე ვფიქრობ ის, რომ ახლანდელი გამოცდილებები რაც არის, რომ მასშტაბირებაზე როგორც კი მიდგება საქმე, პირველი რაც მოსდის თან ალბათ ახლანდელ პოლიტიკოს თავში აზრად არის, რომ ვიღაც ფული უნდა იშოვოს რა, რამენაირად. ხო და კაპიტალი შოუს, ეს კაპიტალი შეიძლება იყოს, ნახე, ორი იმის არის. ერთი არის კაპიტალი. ხო და ეხა ფიქრობენ ფულს, ანუ ფული უნდა ფინანსური იშოვოს. კაპიტალი ვიღაცა ცნობადი სახეები გადმოიბირონ, ან უბრალოდ თავიანთი სოციალური კონტაქტებით ეს სოციალური კაპიტალის მქონე ტიპები შემოიყვანონ თავის ჯგუფში. მაგალითად, თავისუფლების ინსტიტუტის სტრატეგია არის ესეთი, თავისუფლების მოედნის სტრატეგია არის ესეთი, რომ გააძლიერონ გუნდი პერსონალური ნაცნობობით, რაც შეიძლება წესიერი და სანდო ადამიანებით რა. აი ეს არის მათი ის, რომ ეს რაღაცნაირად ბირთვი ჩამოაყალიბონ. მეორე სტრატეგია არის ხოლმე კიდე ეგეთი, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატივა არ არის, დიდი ალბათობა მაქვს, რომ მე მომცენ ხმა, იმიტომ რომ სხვას არ მისცემენ ხმას. ანუ აი ეს სტრატეგია არის რა, ამიტომ მაგრამ შეხედე შეიძლება ეს ხალხი თქვა შეიძლება კაპიტალი თქვა ადამიანური რაღაცები ვიშოვე, მაგრამ დაფარვა მაინც ვერ მოვახერხო რა, ანუ კაი თქვა და 100 ადამიანი. ნახე, მეორე პრობლემა დგება, რომ არავის არ უნდა აჩვენოს თავისი ელექტორალური წონა. ანუ აი ამ კაპიტალი რომ ყავს რაღაც მეტნაკლებად ცნობადი სახეები. ხო და აი ეგ არის, შეხედე, ეგ არის იმის ნაწილი, მე ეგრე მგონია რა. იმ შიშების, რომ ანუ გააზრებული სტრატეგია რომ უხილავი თუ ვიქნები არ მაქვს. არა, ფული არ არის. სტრატეგია არის ხოლმე ეგეთი რა, რომ მე რომ მაქვს ეს სოციალური კაპიტალი, რაღაცნაირად ცნობადი სახეები მყავს, ამ პაკეტით რომელიღაცა სხვა ჯგუფსთან უფრო მეტი ადგილის გამოვაჭრება შემიძლია. ესე უფრო მეტად ვიდრე რომ შევიდე ელექტრონული წონა გამოვავლინო ჩემი, რომელიც მე თვითონ ვიცი რომ დაბალი მაქვს. ერთ-ერთი ვარსებობ, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ არის ბაზარზე. ბატონო, მაგრამ მაგ შემთხვევაში ყველა ვარიანტში გიგებს ის მეორე მხარე რა, იმიტომ რომ იმას ბევრი რესურსი აქვს და შენ რჩები იმვე პარადიგმაში, რომ რაღაცა ის ცენტრალიზებულად რესურსები გჭირდება რა, ანუ რესურსებს ეძებს რაღაცა რომელსაც თქვათ მე დახარჯავ, არ ვიცი, ტელევიზია გინდა, რაღაცა ფონდი გინდა, რაღაცა ისეთი
ძლიერი პრაიმერი მენეჯმენტი გინდა. მაგას როგორ უგვარებს? ვითომ, მაგრამ უყურე რა ხდება, თუ თქვათ ამ რესურსები მოაგროვა და შემდეგ პრაიმერებში სხვამ გაიმარჯვა, გამოდის რომ ნუ ახლა მე ამდენი ვიწვალე და ვიღაცამ გაიმარჯვა და რა აზრი აქვს? ხო და მაგას ვიძახი რომ შეიძლება ეგ თავიდანვე თუ იცის რომ პრაიმერით წავა, ხო? ეგ იყოს თქვათ მამოტივირებელიც ამავე დროს, თვითონ ეს ინსტრუმენტი პრაიმერი, რომ მე ეხა ჯერ აღარ დაველოდო, თქვათ ეხა მე ტელევიზია მექნება თუ არ მექნება და ვიღაცა ბიზნესი ვიშოვო თუ ბიზნესები და რაღაცა ფული შევკრივო, არ დაველოდო მაგას, არამედ დავიწყო, თქვათ, აი ამ კლუბის გაფართოება და ეს კლუბები არის უკვე რა, მინიმუმ 3 თუ 4 კლუბი არის. და ეს ამბიციაც აქვთ. აი ეს ორი რაღაცა მე ვფიქრობ, რაღაცნაირად უკვე არსებობს რა. და მასშტაბირებაც უნდათ, მაგრამ არიან, ესე მგონია იმ პარადიგმაში, რომ მასშტაბირებისთვის საჭიროა აი ესეთი მატერიალური რესურსები. ოკეი, კი, კაი, ვთქვათ, კაი ხალხს შევკრებთ რაღაცა, მაგრამ აი მატერიალური რესურსები თუ არ მექნა, ანუ რანაირად, ხარა ხო როგორ ვიარო, როგორ შევხვდე, როგორ ველაპარაკო, მე თვითონ უნდა ჩავიდე ინდივიდუალურად და რაღაცა და ის რომ ვთქვათ, რაღაცა გავფართოვდე ჰორიზონტალურად. ამას არ ვფიქრობ ახლა, იმიტომ რომ ამის მაგალითები არ მაქვს აქ ხელშესახები რა. არ ვენდობი მაგალითად საზოგადოებას, რომ გამომყვება და რაღაც ბევრი რაღაცაა. ხო და მე ვიძახი რომ ამ ადამიანებსაც როგორც ჩანს, რადგან არ სჯერათ, ხო? შენ თუ ამბობ, რომ ეს არის ძალიან მუშა ინსტრუმენტი, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ არ სჯერათ ამისი და ნუ როგორ უნდა დააჯერო, პირველად გააგებინო რა არის კარგად რა და მე ხარ რა შთაბეჭდილებაც მაქვს, ხო, არ ესმით კარგად. მეც არ მესმის ახლა კარგად, იმიტომ რომ მეც არ მქონია ის, რა ქვია, გამოცდილება რა და არ შეხება და სხვა რეალობაში ხედავ გარშემო. მიდგომა ახლობით აი ასეთი დღესდღეობით რა ხდება რომ როდესაც ადამიანებს ნდობას თხოვ და ეუბნები რომ მე მომეცით ხმა ხარი დამიჭირეთ ანაცვლოდ შემდეგ აძლევან ფუჭ დაპირებას სამომავლოდ ან რაღაცა გეგმას რომელიც გარანტიას აძლევს ამომრჩეველს რაღაცა შეთანხმების გარანტიას რომ რაღაც ნათელი მომავალი იქნება, იმიტომ რომ რაღაც გეგმა არსებობს კონკრეტულად როგორ მიდიხარ იქ. ზოგი უბრალოდ დაპირებაზე დაგიჯერებს, რომელიც რომ გათელილია ეს გზა და ხალხს არ ჯერა და მეორე ვარიანტია რომ რაღაცა პოზიტიური აჯენდით მოდიხარ და ეუბნები რომ აი ასეთნაირად, აი ამ გზით, ამის შემდეგ ეს იქნება, ამის შემდეგ ის იქნება, ამის შემდეგ ის იქნება და ხალხი ლოგიკურად ამ ყველაფერს მიყვება და ამბობს რომ კი ეს გამოსულადია რა, შეიძლება ამაზე მუშაობა თუნდაც ის რომ პრაიმერი სისტემა იყოს, აქ მე ვიღაცა საერთაშორისო შეიძლება მე არ ამირჩიო სხვა აირჩიო და ასე შემდეგ და მოსულა უბრალოდ ჩვენ გვექნება აი ეს სისტემა დაახლოებით როგორც დათამ თქვა. ან კიდე მეორე ვარიანტია რომ ამბობ რომ აი სხვები როგორი ცუდები არიან და შესაბამისად სხვა არჩევანი არ გაქვთ, ვიდრე რომ მე უნდა მომცეთ ხმა, იმიტომ რომ მე ამ რაღაცებზე ვლაპარაკობ და თქვენთან ერთად თქვენ სათქმელს ვამბობ. თქვენს ნაცვლად ვიგინები სხვებზე და შესაბამისად მე კაი ტიპი ვარ, იმიტომ რომ თქვენ მე ვარ თქვენი ხმა. Okay? ანუ მე ვარ თქვენი თერაპევტი, რომელიც რომ ამ ყველაფერს ვერბალიზაციას უკეთებს და ამიტომ მომეცით ხმა. ანუ გეგმა არა მაქვს. ამიტომ ეს რელსებიდან ცოტა გადასადგმელია ეს სიტუაცია და ხალხი უნდა გამოვიდეს ამ რეაქტიული რეალობიდან რომ ამ მარტო გენების და რეაქტიულ მდგომარეობაში რომ არის და გადავიდეს გეგმების დაწყობაზე. დაპირებების გზა გაჭრილია უკვე და დანგრეულია აბსოლუტურად. დაპირებები საერთოდ დავივიწყოთ. მაგრამ გეგმა, აი ეს გეგმა თუ როგორ ვიმუშავებთ ერთად, როგორ მივალთ აქედან იქამდე, ხო? არის მე ვთვლი რომ ერთადერთი დარჩენილი გზა, იმიტომ რომ ეს ფინანსური ნაწილი მოყვება თავისი ბერკეტები და
ფინანსურ ნაწილზე ვერ დადგება ეს სისტემა. ამიტომ გეგმაზე უნდა დადგეს. დაპირებებზე ვერ დგება, გინებაზე ვერ დგება და ფინანსებზე ვერ დგება. შესაბამისად, გეგმები არსებობს მარტო როგორ შეიძლება ეს წავიდეს წინ. არ შეიძლება კიდე რაღაც გამორჩა, რა გზაზე შეიძლება დადგეს მოძრაობა, მაგრამ ამის მეც მე ვერ ვხედავ ამ მომენტში. მითხრა რომ ფინანსები აღარც არის. ჩემი სტრატეგია არის შემდეგი, უბრალოდ რასაც ვაკეთებთ ხოლმე ასამბლეაში და მათ შორის ჯგუფიც, ჩვენ გვქნით რაღაცა დოკუმენტებს, რომელიც შეიძლება იყოს, ვინც ეძიებს იმან იპოვოს რა. ვისთვის ხელმისაწვდომ, ასე ვთქვათ, დიამეტრში თუ რადიუსში რა. და ამისთვის თქვა დეტალურად გავწერე, აგერ სოფი არის დეტალურად გაწერილი არის, ვისაც დაჭირდება, შეუძლია ეს და საიტი ვამთავრებ, რომელსაც ამას დავდებ და ვისაც დაჭირდება, შეუძლია გამოიყენოს. ნახეთ როგორი რაღაცა არის, ანუ თერაპევტი პაციენტი თუ არ მივიდა, რაც არ უნდა იძახოს, რომ ეს არის, რა ქვია, სამკურნალოა, ხა თქვა, მაგალითად, ვიღაც სიგარეტს ეწევა, ყველა მიცის, რომ ეს ცუდია. მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა რომ თავი დაანებოს, ვერ დაანებებს თავს. ამიტომ ერთ-ერთი რაც შეიძლება იყოს, არის რაც თქვი შოთაშენ, რომ ინფორმირება, კი ბატონო, კიდე დამატებითი მარტივი ისინი გაკეთდეს, რომელიც ამ რაღაც 60 გვერდიანი, 10 გვერდიანია რა ის ერთ-ერთი კაცო პარტიის ეს უნდა რაღაც პოლიტიკაში უნდა ხა 10 გვერდი დაიკითხოს არის, მოკლედ ჩავაგდებ მე ამ იმას. ამის საშუალება არის. თქვა უფრო დეტალურად თუ უნდა, ხო, არის კიდე ნაბიჯებად გაწერილი 300 გვერდზე. მეტი არა. ჯამურად ეს 11 სოფი. თავის ქვესოფებით, მათ შორის კამპანია როგორ დაგეგმოს, როგორ ემუშაოს, როგორ შექმნას მესეჯი ბოქსი და ასე შემდეგ რა. ხო და ნუ თუ ადამიანს უნდა მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეს ინფორმაცია და ხა რაღაცა ცოტა ციდანაც უნდა ეს ხნას რა მოინდომას. მე მგონია რომ პრობლემა არის ჯერ თვითონ იმაში რომ მათ ეს მოტივი არ აქვს. სათანადო მოტივი არ აქვს და მოტივი თუ არ იქნება, მაშინ მე უნდა გავაკეთო პარტია. ანუ მანდარი ხომ მეკითხი რაღაცა, ანუ ერთი ვარიანტია იმაშვები რა ქვია, სტარტაპზე რომ ესე გადავიდეთ რა. რაღაც კარგი იდეა აქვს, მიდი გააკეთე მაშინ თო. და ნუ ის რო აღწერო კარგად როგორ გააკეთო სტარტაპი, ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცა სტარტაპს გააკეთოს, მაშინ ან მაგალითად მე შექმნით თვითონ გააკეთო, ან მოკლედ ეს კარგი გაიდი, რაღაც პლეიბუქი დადო, ღიად და ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს რა. ეს პლეიბუქი ყოველთვის დაგზავნილი მაქვს. ვინც კი ის არის, რა ქვია. ამ პროტესტის დროს გამოჩნდა, მაგრამ ეხა ის რომ მე და რაღაცა იმასაც ვფიქრობდი, რომ ეს მედია პროექტი გამიკეთებინა ამ ახალი ჯგუფების გამოსაჩენად, მაგრამ ნუ მანდ უკვე ეხა მე არ ვარ რეჟისორი და ამირას თხოვე დახმარება და რაღაცა ვერ გავაგრძელებთ მაგ მიმართულებით და ამიტომ ეს პროექტი დავხურეთ. ეს პოლიტიკური რეალიტი შოუს თუ რაღაცა პოლიტიკური შოუს ნაწილი თან კომუნიკაცია იყო ახალი ჯგუფების გამოჩნდება და თან ამ მექანიზმსაც დატესტავდნენ, ასე ვთქვათ. ერთდროულად რამდენიმე ეს კურდღელის დაჭერაზე იყო მიმართული. რამდენიმე გამოწვევის ანუ უზრუნველყოფდი ხილვადობას და მეორე მხრივ აი ამ მექანიზმის საკუთარ თავზე რეალურ პრაქტიკულ გამოყენებას, იმპლემენტაციას, რომ გაცნობოდნენ რეალურად. თან საზოგადოებასაც დაენახა, მათაც ქონოდა საშუალება ან პირველ ეტაპის სწორედ იყო, რომ შიდა ფრაქციული პრაიმერის ფორმირება, გატარება, ამისთვის მომზადება და მუშაობა ელექტორატთან და მერე უკვე ინტერფრაქციული პრაიმერი შექმნა. დათა მინდა შემოვიდონ წინადადება, რომ შევწყვიტოთ ჩაწერა და ისე გავაგრძელოთ საუბარი. მე მგონი ხო პრინციპში ამოვწურეთ დღევანდელი აჯენდა რაც იყო.